Asta იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე ჩვენ გემშვიდობებით და ეთერს უთმობთ თოქ-შოუ პოზიციას და ნინო შუბლაძეს. საღამოშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პარასკევს კვირის ბოლოს პირდაპირ ეთერშია პოზიცია და დღეს ჩვენი მთავარი თემა იქნება კომპრომატების ომი, რომელიც ამ კვირას კიდევ უფრო გამწვავდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ახალი მასალების გამოქვეყნება და გასაჯაროება დაიწყო და გადაინაცვლებს თუ არა დავა პარტიული ოფისებიდან სასამართლოში, შევეცდებით ამ სტუდიაში გავარკვიოთ, ასევე დღის, ასე ვთქვათ, ხმაურიანი თემა, ახალაიას მოწმე, რომელსაც დღეს პრესკონფერენცია უნდა გაემართა და ჟურნალისტებს, ახალაიას საქმის მოწმე ჟურნალისტებს შეხვედრო და ამ დრომდე პროკურატურაში იმყოფება და ბუნებრივია ამ თემასაც შევეხებით და მანამდე წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს, ესენი არიან კომპრომატების ომის, ასე ვთქვათ, მთავარი გმირები ერთმანეთის პირისპირ, პირველ რიგში ირმა ნადირაშვილი და ეკა ბესელია, რომლებსაც სწორედ ბრიფინგი ჰქონდათ ამ თემაზე და ზურა ბაბაშიძე და გივი თარგამაძე მართველი გუნდიდან ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთის პირისპირ მიიღებს დღეს ჩემს გადაცემაში მონაწილეობას და მე მაინც მინდა თქვენის ნებართვით ამ კომპრომატების თემით გავხსნა გადაცემა და დაველოდოთ პირდაპირ ჩართვას პროკურატურიდან და ჩვენ გადაცემის მსვლელობისას აუცილებლად ჩაგვერთვება დავით ქაშიაშვილი, კურიერის კორესპონდენტი, რომელიც ადგილზე იმყოფება და მას შემდეგ რაც მოწმე დატოვებს ამ შენობას და მოყვება უფრო უკეთ ალბათ თუ რა მოხდა დღეს მის თავს, ამის შემდეგ უკვე მეტი ინფორმაცია მექნება იმისათვის რომ კითხვები დაგისვათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ქალბატონო ირმა, მოდი დავიწყებთ თქვენგან, ირმა, იმიტომ რომ პირველი ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში გაიმართა, რომელსაც მე მოყვა ასე ვთქვათ კონტრმასალების გამოქვეყნება და კონტრბრალდებები მართველი გუნდიდან. მაინტერესებს თქვენი პოზიცია, ანუ რა სახის კორუფციული სქემების გაშიფრვა მოხდა, უფრო კონკრეტულად რო გითხრათ დღეს ამ სტუდიაში და რატომ ნიშნავს, თქვათ, ნათესავების სახელზე რეგისტრირებული კომპანიები შესაძლოა იჩვის საფუძველს ბადებდეს, მაგრამ პირდაპირ რატომ ნიშნავს ეს, რომ კორუფციული გარიგება არსებობს? მოგესალმებით. და თანამდებობრივი მფარველობა არსებობს. მოგესალმებით და მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მართალია ეს თემა მთელი კვირის განმავლობაში იყო მართლა ძალიან ცხელი. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მუშაობდით ამ თემაზე და შევეცადეთ რომ დამაჯერებლად წარმოგვედგინა და გავაკეთეთ სქემა, რომელიც წარმოგიდგინეთ კიდეც. ჩვენთვის მთავარი პრობლემა არის ის, რაზეც არაერთხელ საუბრობდით და საუბრობთ მუდმივად, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის ძალიან ბევრი ნათესავის დანიშვნა ხდება ძალიან მაღალ თანამდებობებზე. ის სქემა, რომელიც წარმოგიდგინეთ და მე აქაც მოვიტანე, აქ ძალიან ნათლად არის ნაჩვენები, რომ აბსოლუტურად ყველა რგოლი თავმოყრილია, ასე ვთქვათ, ერთი გვარის ხელში. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბატონი იოსებ ქადაგიშვილი, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ეს სქემა ახლა ეთერშიც არის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ის გახლავთ თამაზაშვილების ნათესავი. მეორეს მხრივ გვაქვს ამის გაგრძელება, არის კომპანია შპს სერპანტინი, რომელშიც 51% წილის მფლობელი არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დედა, ქალბატონი ჯანყარაშვილი და არსებობს. თუმცა უკაცრავად მე შეგაწყვეტინოთ, ალბათ ნახეთ თქვენ ამ კომპანიის დირექტორმა გააკეთა კომენტარი თქვა, რომ ეს მხოლოდ მოგვარეობას აქვს აქ ადგილი და ის ნათესავი არ არის ჯანყარაშვილის. მარტო ამ კომპანიის დირექტორს არ გაუკეთებია ესეთი განცხადება. ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე მხოლოდ მოგვარე ყოფილა ჯანყარაშვილი, მეორე ჯანყარაშვილის ასეთივე განცხადება გააკეთა ბატონმა ქადაგიშვილმა, რომ მისი დედა სრულიად შემთხვევით არის თამაზაშვილი. ეს შემთხვევითობა ძალიან დაემთხვა ამ ორივე შემთხვევაში ერთმანეთს და ბატონმა ქადაგიშვილმაც თქვა, რომ მისი დედა არის უბრალოდ თამაზაშვილის მოგვარე და იყო დედის ერთა. და რატომ ნიშნავს ეს? უკაცრავად აი ეს კითხვა მინდა ეს ერთობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს არ ყავს ბიძაშვილები. ეს ქალბატონი რატომ ნიშნავს ეს აუცილებლად კორუფციული გარიგების არსებობას? ეს მინდა რომ განმემარტოთ. როდესაც მხოლოდ ჯანყარაშვილები მარტო ღარიბაშვილის ნათესავები არსებობენ ამ ქვეყანაში თუ სხვა ჯანყარაშვილი შეიძლება და თამაზაშვილები ხო არსებობენ ამ ქვეყანაში არა. ბატონი ღარიბაშვილის ნათესავი დიდი ხანია თანამდებობაზე ვიქნებოდი დანიშნული და პირდაპირ გამორიცხეთ, რადგან არა ვარ თანამდებობაზე, ესე იგი მათი ნათესავი არა. თქვენი ოჯახის წევრები არიან საჯარო სამსახურში, ირმა, დღესაც. თქვენ პოლიტიკური ოპონენტი. ადამიანსრულებია ქალბატონაკა მაგაზეს ეს მაინტერესებს მარტო ისინი ხო არ არიან მივიღეთ ამაზე პასუხი კიდევ უფრო დავაკონკრეტებ მაშინ ძალიან ესეთ შემთხვევითობასთან გვაქვს ქალბატონო ეკა ადგილი, როდესაც ერთი თამაზაშვილი ქადაგიშვილის დედა შემთხვევით არის თამაზაშვილი და აგერ ზედელაშვილის დედა შემთხვევით არის ჯანყარაშვილი და ორივე ძალიან მაღალ თანამდებობებზე მოხვდნენ. სანამ გადავიდოდე რატო ნიშნავს ეს კორუფციას, ბატონი იოსებ ქადაგიშვილი გახლავთ ნასამართლები. მას მისჯილი ჰქონდა
წინასწარი პატიმრობა. ეს არის საგზაო დეპარტამენტის. ეს არის საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ის იყო შუამავალი ძალიან დიდი რაოდენობით ქრთამის აღების დროს. 350,000 დოლარის ქრთამის აღების დროს. მე ვიცნობ ადამიანს, ვიცი, ჩემთვის ცნობილია პროკურორი, რომელმაც მას ბრალი დასდო და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, შემდეგ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ამ საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა. ეს ადამიანი, მე მინდა კიდე ახალი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, ეს პროკურორი შემდეგ მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდში და მას შემდეგ, რაც ბატონი იოსებ ქადაგიშვილი მივიდა საგზაო დეპარტამენტში, ამ ადამიანს პირდაპირ დაუძახეს და უთხრეს, იცი რა, ბატონი სოსო ძალიან ნერვიულობს თქვენ რო აქ მუშაობს და იქნებ დატოვოთ თანამდებობა, იმიტომ რომ მას კარგად ახსოვს როგორ წაუყენეთ ბრალი. ამიტომ ეს ადამიანი იძულებული გახდა, მე გვარს არ დავასახელებ, რომ ახლა ის არ გაიტაცონ დღეს შემთხვევით საღამოს, არ დავასახელებ გვარს, ეს ადამიანი იძულებული გახდა, ქალბატონო გაიქნებ მოიკითხოთ, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო. და კიდევ ბოლო და დავამთავრებ, რა ძალა შეუძლია, რომ ადამიანი, რომელსაც გამორჩა ირმას ასევე ამ დროს აღმოაჩინეთ შემთხვევით, რომ თავად მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ბატონი ქადაგიშვილის და. დიახ, და სხვადასხვა სამსახურში ხშირად საუბრობს ხოლმე, რომ ნიშნულოვანი თუ არ მიაქცევთ ყურადღებას, არაფერი არ იქნება ბატონს, რომ ძალიან ხშირად სხვადასხვა ეს ქალბატონი სამსახურში საუბრობს ხოლმე და თავს იწონებს თამაზაშვილებთან ურთიერთობით, მაგრამ და ნათესაობით, მაგრამ მე თქვენ გეკითხებით, რა ძალა შეუძლია, რომ ადამიანი ბატონი სოსო ქადაგიშვილი, რომელიც იყო შუამავალი ასეთი ოდენობით ქრთამის აღებაში დანიშნოს საგზაო დეპარტამენტში სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ. ეს არის ერთადერთი ძალა დღეს ქვეყანაში, ეს არის ღარიბაშვილების და თამაზაშვილების დაჯგუფება და კლანი და მხოლოდ მათ შეეძლოთ აქ ამ თანამდებობაზე. ამ ნასამართლობის რამე დოკუმენტი გაქვთ? ეს რითი მტკიცდება? ინფორმაცია გაქვთ თუ ნამდვილად არსებობს? დოკუმენტი თუ გაქვთ, კაცო, დოკუმენტი ნასამართლები არის თუ არა ეს ადამიანი? არ არის პრობლემა, აუცილებლად დოკუმენტი არის. რუსკი აუცილებელი არის, სერიოზული ხალხის კეთილად ეხლა. გამოთხოვილი გვაქვს სასამართლოდან 10 დღის ვადაში თუ მობძანდება ბატონი ქადაგიშვილის სასამართლოში ძალიან ეჭვება. ხოდრო არქივში ჩვენ ნახეთ რომ ის იყო დაკავებული, მაგრამ სამწუხაროდ იქ აღარ ჩანს ნასამართლები იყო თუ გათავისუფლებული იქნა. კარგი, მაშინ მე მინდოდა ბატონ გივისთვის მეკითხა, თუ გინებათ გივიმაც დაასრულოს და მე უპასუხეთ, თუ გინებათ. კარგი, ბატონ მორიგეობით. კარგი, მაშინ უპასუხეთ თქვენ რა დოკუმენტი გაქვთ ქადაგიშვილზე, გაქვთ ეს? არა მარტო, ხო, მაშინ არა მარტო. კი, ანუ თქვენ გინებათ ახალი მასალები თუ ჯერ გინდათ რომ უპასუხოთ. მოდით, თუ გინებათ ჯერ უპასუხეთ, ანუ სერიოზულ ბრალდებებს აყენებს, ასე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა და ამტკიცებს რომ რაღაც კორუფციულ გარიგებებს აქვს უმრავლესობაში, ხელისუფლებაში ადგილი. მივესალმები მაყურებელს თქვენ. დავიწყოთ იქედან, რომ ბრალს ჩვენ უყენებთ. ამ ადამიანებს ვინც წარმოადგენდა. არა მარტო, მას შემდეგ რაც ბრიფინგი გაიმართა დიდი ხანია და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები შეუდგნენ ძალიან საინტერესო კორუფციულ სქემებზე მუშაობას და მინდა უთხრა, რომ ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უყენებთ ამ ადამიანებს ჩვენ და ბევრ საქმეზე მეტი სიცხადია, სხვა საქმეებზე უფრო მეტად გახდება ცხადი, იმიტომ რომ ყველაფერს სჭირდება პროცედურა. მოდი დავიწყოთ აი ამ კონკრეტული ისტორიიდან და შემდეგ გადავიდეთ. ამ სქემა, რაზეც საუბრობს. აი ამ სქემაზე. ბევრი სიცრუე, რომელიც ქალბატონმა ირმამ ბრძანა დღესაც და ბრიფინგზეც. პირველი სიცრუე. ქადაგიშვილი პრემიერის მეუღლის კიდევ ერთი მამიდაშვილია. ქადაგიშვილი არ არის არც პრემიერის მეუღლის თამაზაშვილების ოჯახის ნათესავი. ეს არის სიცრუე, აღნიშნულზე განმარტება გააკეთა თავად ქადაგიშვილმა და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გვარების მიხედვით ჩდება ამგვარი ასოციაცია, ქალბატონ ირმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მისი ბებია რო ჯანყარაშვილია, მე თანამდებობაზე არა ვარ დანიშნული, ეს პირდაპირ ნიშანი იქნებოდა, რომ მე თამაზაშვილის ნათესავი. ხო, გავყვეთ თანამდებობებს ეხმოგვიანებით. შემდეგ მან თქვა ასევე, რომ კომპანია სერპანტინმა ბოლო 1 წელიწადში 22 ტენდერში გაიმარჯვა. გასულ წლებში იმარჯვებდაო მხოლოდ კახეთის რეგიონში გამოცხადებულ ტენდერებში, ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბითო. სერპანტინთან დაკავშირებით, რომელსაც უკავშირებენ გიორგი ზედელაშვილს, აქვს ძალიან ნათელი ისტორია და ძალიან მოკლედ შემილია გითხრათ. ანუ რომ წინა ხელისუფლების დროსაც არსებობდა ეს კომპანია, ჟურნალისტებმაც მოვიძიეთ. წინა ხელისუფლებიდან, კომუნისტებიდან მოდის მე-9 სამშენებლო ორგანიზაცია, რომელმაც შემდეგ რეორგანიზაცია განიცადა და 2000 წელს, როდესაც უკვე მოხდა აუქციონის
წესით გამოსყიდვა და ძალიან ცნობილი და ღირსეული ადამიანი იყო გიორგი ზედელაშვილის მამა გივი ზედელაშვილი, ძალიან ცნობილი კაცი ამ სფეროში, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კომპანიას და შემდეგ მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მისმა მეუღლემ 2000 წელს ხაზ უსმევ, მაშინ არც ეს ბატონები და ქალბატონი ირმა და არც მისი გუნდი არ იყვნენ ჯერ ხელისუფლებაში მოსული, იქედან ეს კომპანია იყო ერთ-ერთი წარმატებული და შემდეგ თუ დავაკვირდებით მათ ბრუნვას საინტერესო უფრო მეტ და ძალიან ბევრ ტენდერში გაიმარჯვა ამ კომპანიამ უკვე ბოლო წლის განმავლობაში. 2007-11 წლებში 12-შიც მათ შორის ჰქონდათ რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა ამ კომპანიას, რაც შეეხება წელს, ანუ მათ ისტორია არ დაწყებულა გიორგი ზედელაშვილის თანამდებობაზე დანიშნვის დღიდან. განსხვავებით იმ კომპანიებისგან, რომლებიც 2003 წელს გაჩნდნენ და მანდ მივალ. 2013 წელს სერპანტინთან ხელშეკრულება 4 ხელშეკრულებაა გაფორმებული, 7-ზე ერთქვა უარი. რაც შეეხება სხვათა შორის კახეთშია 4-ვე კახეთის რეგიონშია 4-ვე და რამდენში გაიმარჯვეს მაშინ მოდიეს 4-ში 7-ზე ეთქვა 4-ში და ყველა არის კახეთში ეს შემდეგი სიცრუე მესამე და თანხაზია თუ იცით საუბარი ისე ვკითხავ დავაპარაკო ძალიან დიდი თანხაზე და მილიონებზე სიცრუე თანხის საკითხი უცებ ჩავყვეთ რომ მე ბატონ გივის ტენდერებიო 2013 წელს სერპანტინმა მოიგო მე შემიძლია გაჩვენოთ სქემა 9 კომპანიაა გამარჯვებული ყველაზე ნაკლები თანხა აქვს სერპანტინს შეიძლება რომ ნახოთ და დანარჩენი მჭირდება წავიკითხავ საზოგადოებრივ წინა 8 კომპანიას აქვს უფრო მაგარი აქ ლაპარაკი 6,191,000 ლარზე ხო ალტკომი ტოდინი ცეკური ნიუს კონსტრაქშენ ანუ ბევრი კომპანია არც ისამდე გამოჩნდება ყოველთვის და ბოლოს შეფასდა სერპანტინი და დაგიბრუნა 13 წლებში ბრუნვა იყო 61 მილიონი ლარი ხო აი რომ გამოჩნდა ნუ კი ბატონო ეს განაგზეთ ჩაგვილია ეს მერკი შემდეგი სიცრუე რომ ელდარ ხუცაიძე არის ამავე კომპანიის 31 წლის მფლობელი, არც დამფუძნებელი და არც დირექტორი არ არის და წარმოდგენილი მაქვს დოკუმენტაცია ამონაწერი და შემიძლია ვაჩვენო ქალბატონ იმას, ან შემიძლია გავატანო და ბოლოს სიცრუე, რომელიც ეხება ნასამართლეობის საკითხს. ეს ადამიანი დააკავეს 2008 წელს, ახალი სტილის ნობილი დააკავეს. კი, 2008 წელს იყო 2 დღე დააკავებული იყო. შემდეგ როგორც შეოდათ ხოლმე აი ამ გუნდს ადამიანებს რომ მოკეთ ყველაფერს გააყიდინებდნენ და მიატანინებდნენ გირაოს თანხას და $100,000 მიატანინეს გირაოს თანხა რომელიც მე საპროცესო შეთანხმებისთვის იყო გამოყენებული, პირობითი მჟავრი შეეფარდა 3 წლით და ანუ ნასამართლები არის რაღაცა აღარ არის, აი ცნობა ოფიციალურად. ნახეთ, არ არის, არა, კანონით არ არის. თუ კანონზე ლაპარაკი არ არის, ესე ახლა ბატონი თქვენზეც იყო ბრალდება წარდგენენ, მაგრამ მუდმივად ხარ უნდა გაძახონ, რომ იყავით ბრალდება. მაგრამ ანუ ეს გულისხმობს კაბინეტი რომ კორუფციაში მონაწილეობდა გამწუნდა და შემდეგ გაქარწყლა მე იურიდიულად რო გამიმარტოთ. და დროთა განმავლობაში კანონით იყო და აქ ხო, აქ იყო 3 წელი ქონდა პირობითი მჟავრი ადამიანს და სხვადასხვა კონკრეტულად მე ხა ვეძებ ჩვენ ნახეთ არქივი სადაც იყო რომ ვიზახდით ეს კაც გამოვიდა და თქვა რომ არ ყოფილა ეგეთი რამე ხო აი გეუბნებით რაც არის ნასამართლები არ არის როდესაც დაინიშნა თანამდებობაზე და რაც შეეხება ძალიან ბევრი შევთანხმდით ნასამართლები არ არის თანხმდებიან ამაზე მხარეები მაგრამ ანუ ეს თამის მიცემაზე შუამავლობაზე მაგრამ ჩვენს არქივში ესეა არ არის ნასამართლები კანონი ამბობს რომ არ არის ნასამართლები აი აგერა ნასამართლები ხო კაი გასაგებია რომ გავუკარწყლა გავაგრძელოთ მოგცემთ ახლა და თქვენ უპასუხეთ ისვის დაიჭირეს ამაზე რომ მომაყოლოთ ახლა ისტორიებიც ისაწავალ და შორწავალ ეხლა რა მოხდა ეგ პოლიტპატიმრების სიაში არ შეიტანეთ ეგ კაცი სამწუხაროდ ეთქობა ვერ მოგცა თავის დროზე ინფორმაცია თუმცა ეს ადამიანი ითხოვს რომ რეაბილიტაცია მოხდეს და ელოდება იმ ათასობით ადამიანთან ერთად, რომელიც თქვენი ხელისუფლების მიერ იყო უკანონოდ მჟავდებული. ანუ ესეც უკანონოდ იყო. კი, როგორც თვითონ ამბობს, იყო უკანონოდ. დანარჩენი ალბათ. კარგი, მოდი ერთი წუთი მოусმინოთ ბატონ გივის მე ისე ბატონ ზურა და გადავალთ სხვა თემებზე. ბატონ გივი, თქვენთანმა კითხვა იგივე ხა ქადაგიშვილზე საუბრობდით, მან თქვა რომ სასამართლოში ჩივილსაპირებს და თქვა ციცურეში გადანაშაულებთ, იმიტომ რომ ის არ არის ნათესავი ამ ნაწილში და ასევე თქვენ თქვით რომ ძალადობრივი მონოპოლიზაცია
მონოპოლიზაცია ტენდერების ხდებაო. ანუ ამაში რა იგულისხმეთ, იმიტომ რომ მართველი გუნდი ამბობს რომ ეს ასე არ არის, თქვენ ამტკიცებთ რომ მონოპოლიზაცია ხდება, ანუ თუ ეს კომპანია ადრეც მოღვაწეობდა, მაშინაც იღებდა ტენდერებში მონაწილეობას, ეხლაც მოკეთ რა მტკიცებულებები გაქვთ რომ რაღაც პრივილეგიებით სარგებლობს ამ ხელისუფლების პირობებში. პირველ რიგში სულ მოკლედ ამოვუწუროთ ეს ნასამართლეობის თემა და როდესაც მან თქვა რომ იჩივლებს ასევე თქვა რომ არ იყო ნასამართლეები მე დამრჩა შტაბ-ჭრილება რომ ამაზეც აპირებდა ჩივილს ну განმეორდა ეხა ხო ჩვენ თვალწინ ისევ პროკურორის ისტორია ჯერი თქვა რომ არ ყოფილა მე თქვა რომ ყოფილა მაგრამ გაქარწყლებული აქვს რაც შეეხება იმას უსამართლოდ და ასე ვთქვათ ნასამართლეობას მისას მე მინდა გაგახსენოთ რომ ის ფიგურირებდა საქმეში, როდესაც ჩვენ დავაპატიმრეთ ჩვენივე ხელისუფლების ეკონომიკის ministris მოადგილე რამოდენიმე სამმართველოს უფროსი კიდევ და ეს იყო შუამავალი. ასე რომ თქვენ არ ვიცი აპირებთ რომ უკანონოდ გასამართლებულთა სიებში ჩვენივე თავრობის მაშინდელი წარმომადგენლებით შეიყვანოთ. ხო, გასაგებია. ეს არის განსხვავება, უბრალოდ რომ იცოდეთ მაშინ სეგრეგაციას. საქმე აუძარეთ ჩვენი საკუთარი ministris მოადგილის წინააღმდეგ, გთამისაღების გამო და ეს ადამიანი მოყვა ვინაიდან იქ შუამავლის როლს ასრულებდა. იმაზე კი ბატონო გეთანხმებით რომ გაქარწყლებული აქვს, უბრალოდ ელემენტარულად როდესაც ადამიანს ნიშნავენ თანამდებობაზე, სადაც უზარმაზარი თანხების განკარგვა ხდება, ადამიანს რომელსაც გთამის გადაცემაში აქვს მონაწილეობა მიღებული აფერს არ მომბობ მე ელემენტარულად ფიქრობ რომ ესე არ უნდა ხდებოდეს იმიტომ რომ პრეცედენტი შეიძლება განმეორდეს მხოლოდ ამაზე რა შეიძლება ძალადობრივ მონოპოლიზაციას რა შეიძლება ჯერ პირველ რიგში ალბათ იმას ჩვენ რა პრეტენზიას ვაყენებთ კონკრეტულად თქვენ თავიდან თქვით ნათესავების ფირმები ეს არის თუ არა თავისთავად ავტომატურად ნიშნავს თუ არა ანალოგიის გედავებად მე თქვენ მართველები არ ნიშნავს ავტომატურად ის რომ რომელიღაცა თქვა თანამდებობის პირის რაიმე ნაცვლად ბიზნესი კი ბატონო ავტომატურად ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს ჩვენ გვაქვს ლაპარაკი სწორედ იმაზე რომ თვითონ ერთ-ერთ სფეროში სადაც იხარჯება დიდი რაოდენობით საბიუჯეტო სახსრები თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ადამიანები ქმნიან ჩაკეტილ სისტემას სადაც შესაძლებელია სწორედ აი ამ ნათესავების ფირმების ფინანსური გამდიდრება მათი ნათესავების თანამდებობის გამოყენებით. აი ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე. გივი, აი ძალიან მოგეცემათ ამის სწორი ამბავია. კი. არა, დაასრულეთ თქვათ იგივე სერპანტინი, რა თქმა უნდა, დიდი ისტორია კომუნისტების დროიდან და არ იყო პრობლემა. განაცემ მოძრაობის შემომწირველიც იყო თუ არ ჩნდები, როდესაც გავარკვეთ 1.50 ლარი გონი ჩარიცხული. მაგრამ მაშინ ბატონ ზედელაშვილი არ იყო ministris მოადგილე. თუმცა ეს კომპანია არსებობდა. ეს კომპანია არსებობდა და თავისთავად ამ კომპანიის არსებობას ჩვენ ეჭქვეშ დღეს არ ვაყენებთ. თავისთავად ის რომ ჩვენი მმართველობის პერიოდში ეს კომპანია მუშაობდა წარმატებულად და არ ექნებოდა პრობლემები, მე ესეც მოწმობს რომ ჩვენი სისტემა იყო გახსნილი ყველასათვის და ყველას ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა შეეძლო მიიღო სამუშაო. და სწორედ ამაზე მიუთითებთ რომ აი ამ სქემის მიხედვით შეიძლება შეიქმნას სისტემა რომელიც ჩაიკეტება და ყველას აღარ ექნება სწორედ მიღების საშუალება აი ამ სამუშაოებისა. ჩვენ მოდი ესე ვთქვათ, ჯერისად მე არ დავეთანხმები ტერმინს კომპრომატებითო, იმიტომ რომ ჩვენ ამას ხელისუფლების კომპრომეტირებისთვის კი არ ვაკეთებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ არ შეიქმნას ჩაკეტილი სისტემა, რომელიც დააზარალებს საბოლოო ჯამში მთელ ამ სფეროს. ამაზე ვთქვათ ჩვენ შეგვიძლია დაგვეცადა ეს პროცესია ეს ყველაფერი ახლა ჯერ არ არის საბოლოო სტრუქტურირებული. ანუ თქვენ ეცადებთ რომ ახალდაწყებულია ასე ვთქვათ ეს ახალდაწყებულია უდაოდ და ჩვენ გვინდა რომ ეს შეჩერდეს მანამდე სანამ საბოლოო ფორმას მიიღებს. ამისათვის მე ვფიქრობ ამდენი ლაპარაკის ნაცვლად არის საჭირო ელემენტარულად პროკურატურამ ჩაატაროს მოქმედებები, ნახოს რამდენად რეალური არის ეს და თუ ნახავს დანაშაულის ნიშნებს, რასაც ჩვენ აპრიორი ვერ დავამტკიცებთ, მაშინ მიიღოს შესაბამისი ზომები. ძალიან მარტივია, მე მგონი და ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა ამის გამო არ გის. ჩვენ გვაქვს
ლაპარაკი არა ზოგადად, არამედ ძალიან კონკრეტულად ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციებზე დაყრდნობით ვამბობთ იმას, რასაც ვამბობთ. ახლა მართლა, ესეთი შემთხვევითობები ალბათ არ ვიცი, თუ ხდება ესეც პროკურატურამ თქვას, რომ ერთი შემთხვევით არის თამაზაშვილი, მეორე შემთხვევით არის ჯანყარაშვილი, რაც შეეხება თქვათ ხუთსაიძეს ნამდვილად აქვს დათმობილი შვილის სასარგებლო 31 პროცესის სერპანტინში და ნამდვილად არის ტექნიკური თქვენ საბუთებში ეგ ჩვენს გვაქვს ნანახი ტექნიკური დირექტორი უბრალოდ იქ არ ფიქსირდება. და გარდა ამისა შემოწმებელი ფირმა არა აუცილებლად უნდა თქვა სად იკეტება ეს წრე. შემოწმებელი ფირმა არის ჩვენი სხვათა შორის ყოფილი ფინანსთა მინისტრისა ეს ფირმა ბაინდორაშვილი კახასკულის და თუ გავიხსენებთ TV3-ში რომ მას ყავს მოწილედ ჩხენკელი თუ გავიხსენებთ რომ ჩვენ ეხაც თქვათ ვამტკიცებთ იმას რომ იგივე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე სწორედ ჩხენკელი და ჯანყარაშვილი ერთად თქვათ ზეწოლას ამაზე გიგი უგლავაკეთებდა ანუ ეს ფირმაც არის იგივე ხალხის და სისტემა იკეტება აქ და ამაზე მიუთითებს სწორედ ჩვენ ხელისუფლებას აი ანუ სამუშაოს განმახორციელებელი და ხარისხის შემოწმებელი თქვენ ამბობთ რომ ერთი და ადამიანები არიან და ეს არის სწორედ ჩაკეტილი კორუფციული სქემის საშიშროება ამაზე მიუთითებს ჩვენ მადლობა ქალბატონიკა ვიდრე გამოვთ თქვენ მასავზე ბატონ ზურას მინდა სწორედ მივმართ იმიტომ რომ აი ბატონმა გიმომეთ თქვა რომ დაინტერესდეს პროკურატურა თქვენც თქვით ანუ თქვენმათან უნდა მოსთქვა რომ დაინტერესდეს პროკურატურა რატომ ხდება ანუ თუ არსებობს ესეთი მასალები რატო აქამდე არ მიეწოდება გამოძიებას ორივე მხარესთან მაგ პრინციპში ეს კითხვა მაგრამ ახლა თქვენთან გადმოვედი და იგივე არის თუ არა ეს სიტყვა ჩვენ წარმოვადგინეთ ეს და გამოძიება თვითონ უნდა დაინტერესდეს ხო თუ მაინც პაკეტით ხო უნდა მეუტანოს დანაშაულის ნიშნებს დაინტერესდება მე უბრალოდ თქვენც ფიქრობთ რომ ამათი მასალებიც უნდა შეინიშნოს პროკურატურა სათქმელი თქვა ამავდროულად კონკრეტულად ახლა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ რაღაცა წარუმატებელი ნიველირება მოახდინონ და რაღაცა ზღვარი წაშალონ და თითქოს წინა პერიოდში რაც ხდებოდა დღეს იგივე ხდება მე მესმის თქვენი აბსოლუტურად იმიტომ რომ თქვენ ძალიან მძიმე პერიოდი ქონდათ ხელისუფლებაში ყოფილი ძალიან ბევრი დანაშაული ხდებოდა და კონკრეტულად ვიტყვი მე რა იყო ძალიან აი მონოპოლის და ძალიან ცხადი მაგალითი იმისა როდესაც დღეს გამოდიან კოლეგები პარლამენტში და საუბრობენ რომ ტვირთების ბრულად დაიკლო ქვეყანაში 15-20% კეთახები დაიკლო, მაგრამ რატო დაიკლო? მთელ რეგიონში დაიკლო. საუბარია კასპიის ზღვა, შავი ზღვა მთლიანად დაკლებულია, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ კომპანია, რომელიც იყო Georgian Transit, რომელიც იყო მონოპოლისტური კომპანია, რომელიც ახორციელებდა თხევადი ტვირთების გადაზიდვა და ეს პირდაპირ კავშირში იყო კეზერაშვილთან მთლიანად 100% და შეღავათიან ფასებში მოქმედებდა ეს კომპანია და რეალურად მთელი თანხები მიდიოდა მასთან და თქვენთან ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვენ ადასტურებთ რომ თავარი კონტრიბუტორი თქვენი პარტიის იყო კეზერაშვილი, აქედან გამომდინარე თქვენ იღებდით ამ თანხებს ბუნებრივია და დღეს, როდესაც ეს კომპანია არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლების პირობებში გახდა სახელმწიფო კომპანია და რკინიგზის პირდაპირ მხოლოდ წინა წლის 9 თვის განმავლობაში 13 მილიონი ლარის გენერირება მოახდინა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში. და ზოგადად ეს ფაქტი, იმიტომ რომ კეზერაშვილის ბრალდებები ჩვენ ვისმინეთ და საფრანგეთის სასამართლოს სასამართლოზე თუ გინდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ სასამართლოს არ გაუმართლებია კეზერაშვილი. არა, რა თქმა უნდა, არ გაუმართლებია. ამაზე მიმდინარეობს პროცესი, გადმოცემს თუ სასამართლო არ იხილავს კეზერაშვილის ბრალეულობას იქ აქ საქართველოს სასამართლო განიხილავს. მე მინდა უბრალოდ აი როდესაც ბოდიში ვიხდი რა, თავარი რა არის, იცი, როდესაც საუბრობ თემებზე, აი ეს მე ვფიქრობ რომ ეს ბევრად მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე ვისაუბროთ, ეს მილიონობით თანხები სად მიდიოდა. და ის რაღაცა მე ჩემთვის ძალიან მე მზათა ვარ მოგისმინოთ. იმიტომ ვარ პოლიტიკაში რომ ამ თემაზეც უნდა ვილაპარაკოთ და არ უნდა აი მიდიოდა და აქ ეხლა შეიძლება წავიდეს თქვენი მინისტრი იძახის რომ აქ დაიწყება ძალიან დიდი თანხა. არ გისმენთ. მე დავასრულე და მე ეკას მოусმინოთ და უკვე ისევ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ დაახლოებით 21 მილიონი ლარით გაიზარდა შემოსავლები. რატომ გაიზარდა? იმიტომ რომ აღარ მიდის ეს არავის ჯიბეებში, არ მიდის ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში ეს თანხა. ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ და ეს წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
აი ეს არის რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ. კარგი და ქალბატონო ეკა, მინდა რომ თქვენ მოგისმინოთ, იმიტომ რომ თქვენ 200 მილიონ ლარზე მეტია ის თანხა, რომელიც თქვენი გამოქვეყნებული მასალებიდან ხა ძალიან უხეშ თანხა იმას ვამბობთ. უფრო მეტი გამოდის. არ ვიცი, ეს მე თქვენი ბრიფინგიდან რაც მოვისმინე, აქ რა სიტყვით არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ გვარებს ასახელებით თქვენს და ასე ვთქვათ, კონტრ ბრალდებები წაუყენეთ. თანამდებობრივი მფარველობა, აქაც მაინტერესებს, აი რაც უმცირესობას ვკითხე, სად იკვეთება, იმიტომ რომ ნათესავი ყველას ყავს, საქართველოს პატარაა. ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, ან თუ ხშირად ეს ნათესავის გვარი ისეთია, რომელიც ემთხვევა ხელისუფლებაში მყოფი პირების გვარს. ეხლა რაზეც გივისაუბრობდა და მე მგონი რომ ძალიან კარგ თემას მივადექით ჩვენ. საინტერესო სქემა იხსნება, როდესაც ვხედავთ ხელისუფლებაში მყოფი პირები, როდესაც მისი ოჯახის წევრებით, ნათესავებით, ნათესავების საშუალებით აფუძნებენ კომპანიებს, ორგანიზაციებს და გასაწლებში ან ყოფილ ხელისუფლებაზე საუბრობთ. უცებ ხდება. თუ ესეთი რამე ხა ხდება ჩვენი ხელისუფლების დროს, ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი არის თქვი სიცრუე ხა 5 ფაქტი დასახელდა 5-ვეზე გიპასუხეთ, ხო? ეხა გადავალ ახალ ფაქტებზე. გითხარ 5-ვეზე გითხარით რომ იყო სიცრუე. თქვენ რო ამბობთ არის ფაქტები მიდევს, ირა, ფაქტები მაქვს. ეს მხოლოდ თქვენი ფაქტები მაქვს, მოსაზრება არა, მე ყოველთვის ფაქტებს ვეყნობ, ისე არ ვლაპარაკობ. ფაქტები მაქვს, შემიძლია გადმოგცეთ. ეხა რაზეც გივისაუბრეთ. ეხა და განსაკუთრებით გივი ხა რაზეც თქვენ საუბრობთ ამ საკითხზე გადავიდეთ მე მგონია რომ ძალიან არასწორი თქვენთვის არასასურველი გზა აირჩიეთ ძალიან მიკვირს ამ თემას რომ შეეხეთ იმიტომ რომ თუ თეორიულ საფრთხეებზე ვლაპარაკობთ ზოგადად რომ არ გინდათ რომ ჩაიკეტოს და მონოპოლიზირება მოხდეს ამ ბიზნეს სივრცის პირიქით პრემიერ მინისტრზე რომელზედაც თქვენ ლაპარაკობთ ირაკლი ღარიბაშვილზე და მის ოჯახზე ერთ-ერთი რაიმე კონკრეტული ბრალდება, რომ რომელიმე ბიზნეს ინტერესს ფარველობს და რამეში ჩართულია უკანონოდ, ეს ისეთივე სიცრუეა, როგორიც აი თამაზაშვილის ბრალდებები კლიპებს რომ ატრიალებდი თავის დროზე. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თქვენი დავიწყებ, გივი, ხო, არ გეწყინებათ იმედია? დავიწყებ. თქვენით როგორ ხდებოდა ხელისუფლებაში რომ მოხვედით, აი იმ პერიოდიდან ახალი კომპანიები რომელიც ფუძნდებოდა და უცებ ხდებოდა მილიონიანი ბრუნვა. დასკვნები მე გავაკეთოთ, ჯერ ვლაპარაკოთ სივრცე როგორ იკეტებოდა, მაგალითად 2003 წელს თქვენი ძმა საზად არგამაძე აფუძნებს კომპანიას რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან აფორმებს ხელშეკრულებას და საერთო ჯამში მიღებული აქვს 12,840,051 ლარი. საერთო ჯამში რას გულისხმობთ? წლებს გეტყვით ახლა 2005 წლების განმავლობაში ვერ მივხვდით კი ბატონო. უნდი რა გრუპი. გამოვთქვი, იმიტომ რომ საოცარი სახელი ქვია. მაგრამ მე შემიძლია კონკრეტულად მოგიყვეთ, თუ გემართ, თქვენ რადგან ძალიან დეტალებში ვიჩავალ, ძალიან აეროპორტების გაერთიანებასთან, როგორ ფონდებოდა. არ მე ერთ დასკვნებს არ ვაკეთებ, ფაქტებს ვლაპარაკობ. გივ რაზე თქვენ ეხლა საუბრობდით, რომ ხომ არ არის ამით ხომ არ იკეტება სივრცე და მონოპოლია ხდება. ხომ მიპასუხოთ ერთი წამიდრე გარძელოთ. გივით არგამაძესთან, დეპუტატთან, არა, რაც ნაციონალურ მოძრაობასაც კი ვეკითხებ, მე ეს მაინტერესებს, ეს ნათესაური კავშირი, მაშინ და ხელისუფლებასთან. აი მოუყვებ, ეს არის 2003 წელს. გივის ვიცნობდი 2003 წლამდე და კარგად ვიცი, ვინ რა შესაძლებლობებით მოვიდა ამ ხელისუფლებაში, მე მაინც ვიცი. ეხლა რა იცით უგაცრავად, ეხლა რა შესაძლებლობებით ვარ? ეხლა მივყვებ, გივი, მე საუბრობ, მაგრამ ისეთ თემებს ეხებით უბრალოდ რომ აუცილებლად პასუხს რომ მიიღებთ, ეს უნდა იცოდეთ და ისეთ შიხში ნუ შეხვალთ, მე რომ ვერ იპოვეთ გამოსასვლელი სადაა. რას ბრძანებთ? უგაცრავად, არ შეიძლება თავიდან შევთანხმდეთ. ამ ბელეტრისტიკას. აი გადავალ ფაქტებზე, არ არის ბელეტრისტიკა, მოგიყვებით, რამდენიმე ფაქტი მოკლედ ჩამოთვალეთ. არა, ეს მაინტერესებს. არა, მაინტერესებს. შვიდად თავარ აბსოლუტურად გეკითხებით შვიდად. ხო იცით ფაქტების ბრალდებას, არა, ბრალდებას აყენებთ. თუ უბრალოდ გინდათ მოყვეთ ახლა რაღაც დაფუძნებულ ფაქტები, რომელზედაც გავაკეთებ დასკვნას და შემდეგ მოკლედ ძალიან ძალიან ბევრი ფაქტი 2005-12 წლებში ამ ფირმის შემოსავალი 60 მილიონ ლარზე მეტია. ერთ-ერთი კომპანია ასევე რომელსაც გივის ძმა ზაზეთ არგამაძე აფუძნებს 2007 წელს 30% აქ ირაო არტი ეს არის არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი ასე შემდეგ. ძალიან ხუთხაზი რეკონსტრუქცია, დიზაინი ასე შემდეგ. 2007-12 წლებში აქ არის 1,350,000 ლარი. ანუ ბევრი ფირმა თქვენ რა მოდი შეფასე კალანდა
შეპეზე ბრალდება რა შემდგომარეობს რომელიც ასევე თქვენი ძმის მიერ არის ერთ-ერთი დამფუძნებელია 2009-12 წლებში. შეპეზე კავშირი ყოფილი ხელისუფლების გავიგე რა ამენ. ამას კითხულობ ზუსტად მოდი რომ კონკრეტული ბრალდება. შეპეზე კალანდა მე რა. აი აგერ არის მოუყვეგა ეს დეტალები. ჩემი მარი არქიტექტორი და საპროექტო აქვს და ინფრაპროექტოს აქვს მილიონიანი ბრუნვა. ხოცა ლაპარაკობ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხდება ეს კომპანია. მილიონიანი ბრუნვა კომპანიას მოგებარამდენია. აი რა, არა, იმიტომ რომ თქვენ ახლა გინდათ, მე გეუბნები სახელმწიფო ტენდერებთან სახელმწიფოს რამე კავშირები ყვეთება რა, აი ამ ფაქტებზე უცებ მონოპოლიზირება სათქვი. სათქვი მონოპოლიზირება, მე გეუბნები მონოპოლიზირება. მარტო თქვენი ძმის კომპანია იყო. შეფოსი კალანდა. მარტო თქვენი ძმის კომპანია იყო. არა, რა მაინტერესებს, რო თქვენ შეფოსი კალანდა რატო? შეკულებებში სახელა კომპანიები და რა, თქვენი კომპანიები რომელიც გამოდიდა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად ამაზეა აი ეს რომელობის დეტალების საიკვეთება ხალბატონო ეკა ამაზე მითხრათ მინდა რა დასვიჟოთ ფარველობდი რატო საიდან გადაწყვეტე მერაბიშულს აქ 22 კომპანია და თუ ჩამოვიდა და ეს გაგინათა და თუ გაცრავდა ეს სქემა რო წარმოადგენს მოდი მერაბიშვილის კომპანიების მითხარით თუ მისია ეხლა აღმოჩინეთ ეს ყველაფერი აბა მოიც ვერ გავიგე ეს თუ გადაფარვის ცდელობა ძალიან უსუსური არაფერი არა უსუსური ემაზე აქამდე ხმარ ამოგიღიათ ეს სქემა რო გამოვაქვეყნეთ ჯერ თქვენ რატომღაც 2 წუთში იცოდით უცებ რომ ეს სქემა არის ისულელე და ეს ყველა ადამიანი იმ წუთასვე გაეცით პასუხი რამდენიმე ადამიანმა რომ ეს არის ისულელე რანაირად შეიძლება ეს ეგრევე ხდებოდეს და მეორე დღეს აღმოაჩინეთ თურმე რომ ჩვენ ასეულობით მილიონი გვაქვს მეორე დღეს ეგრე ხდება რა ვერ გავიგე არსებობს იმავე დღეს იმავე დღეს კი ვარ მე ზოგიერთ და დედოფლის წყაროდან ჩამოყვანილი ბავშვებს დაატარებენ წინ და უკან რომ აი დააბრუნეთ მილიონები ბიუჯეტში აქაც ვერ იპოვეს კი დედოფლის წყაროდან ჩამოიყვანეს ლექსო ალექსიევიჩის კლასელი და ასე შემდეგ და დაადიან ეხლა მთელ ქალაქში და დააბრუნეთ ბიუჯეტში გამოდით ეს ერთგვარი ძალიან თუ რაღაცა ჩემი ოპოზიციონერი კი აღარ ახართ მე ვარ ოპოზიციონერი ხო გააკეთეთ და მე ილაპარაკეთ მაშინ ეხლა რაზე მე ვილაპარაკეთ ერთი კითხვას დავსაუბროთ შეიძლება არ გამჩუნდი არა გაგზავნე კიდე ბევრი გამჩუნდი დიდი ბოდიში ერთი კითხვას თუ შეიძლება ეს გასაგებია უკარაზე ხდებოდა მაგრამ აი ხა მოხდით 5 საათიანი შესავალი გააკეთეთ კარგი მოდი ვანომერაბიშვილის ბიზნესებზე გავარკვიოთ ძალიან შეფოსი კალანდა და გაჩნდით რა აღელდით დიდი ბოდიში გაიგო მაყურებელმა ჩვენი პოზიციები ბატონგინი გადაეცი პროკურატურა თუ რამე გავდა პროკურატურა რეკლამაზე გავიდეთ ბატონგინი ინფრასტრუქტურის მინისტრმა რო თქვა რომ აღიჯა საქმეს არ გააკეთებს და ილაპარაკებს პროკურატურის ნაცვლად რა არის ერთი მე დავსვამ შეკითხვას ქალბატონო ეკა თუ შეიძლება დავით არმანია ჩაგვერთვება მეორე ნაწილში და მასაც გითხავთ ქალბატონო ეკა მე მას გითხვა ბატონო გირი ვიქნებოდი ნოლზე ან ნოლს ქვემოთ იმიტომ რომ რაც გააკეთა ნარმანიამ არის ნოლი ჩაგვერთვება ბატონი დავით არმანია ქალბატონო ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს თუ შეიძლება გავიგეთ გივით არგამაძის ძმის კომპანიები ჩამოთვალე ვანომერაბიშვილიც ახსენეთ და საინტერესო მერაბიშვილის კომპანიები თქვენ მასზე გაფორმებული ხო ერთი წუთი თქვას და მორჩეს ირმასა იტყვის რომ ბრუნო ხო არა მე მაინტერესებს ვანომერაბიშვილის კომპანიები არ ჩამოთვალე კომუნისტების დროიდან მოყოლებული ფინანსის რა გივი მარტინ რა შეიძლება რომ ბატონო ერთმანეთი წევრებიდან 1000 როგორი მონოპოლიზირებული ყველა ბიზნესი რა შეიძლება ესე უოპერაციული სეგმენტი გადანაწილებული თან მიმდევრობით აი ეს დამიხატეთ და მომაწოდეთ ეგ დახატვაში კი არ არის და პროკურატურა არ გინდა უბრალოდ გინდა რომ იჯდეთ და იძახოთ რომ ეს ბატონო გასაგებია ქალბატონო ეკა ამას არც მე არ შევწყვიტოთ ეს დავა ძალიან საზოგადოება იღებს კი ბატონო არ მიიღებს ერთი წუთი ქალბატონო ირმასაც უნდა ამ თემაზე რა კი ბატონო თქვენ გაუგებარი თქვენთვის მართლა ანუ პირადი კეთილდღე ერთი წუთი კითხავს მე დავსვამ მაგ კითხავს ამ ზუსტად დამასრულებინე ბატონო ზურა მე დავსვამ კითხავს პირადი კეთილდღეობა სად იკვეთება მოდი ამაზე ვისაუბროთ თქვენ მაგელობთ კითხულობთ რაღაც ფირმებზე ხო არის არა მე უნდა დავადასტურო რომ ყველა ძალიან აღელდით ამიტომ ძალიან ხო დავშვიდეთ აუცილებლად გითხოთ ეხლა ბატონო ზურა კონკრეტულ კითხვაზე მიპასუხეთ არ მაინტერესებს ერთი წუთი თქვენი რეპლიკა
რესპუბლიკა. მაყურებელმა თქონდა რომ ისმინოს თქვენი პოზიციები დაასრულოს ბატონო გივი. დაასრულოს და გუპასუხოთ. ეფექტებით უნდა ემუშაოთ. ჩამონათვალი. არა, ძალიან განსტიტეხა მე უფრო დაგამშვიდეთ ესე არ შეიძლება რომ ესე განსტებში რომ არ იყო ძალიან გრიგრიგო ბატონო გივი ძალიან გქონდა ორი წუთი. დაასრულეთ ბატონო ზურა რა რეპლიკა გინდა და ბატონო ირმა. აგიხსნით ეხლა რომ არა ყავთ ეს ძიმე მდგომარეობა. მე არაფერი დაასრულოს და აუცილებლად მოგწევთ თქვენ. საუბარი რომ თქვენი ძმა ბატონო გივი და მაყურებელმა მოდი თქვას დაასრულოს მე მოგისმენთ. რომელიც ბრუნო არის ძალიან დიდი. მილიონებზეა საუბარი. აქ საუბარია რომ თქვენი ძმა, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ბატონი გივით არგამაძის პირადი კეთილდღეობა იკვეთება სადმე თუ მისი თანამდებობრივი აი ეს მით ამაზეა საუბარი როგორც მე ვხვდი და მოდი მე დავსვამად კითხვებს. ხო, ძმაო ძმისთვისაო. თუ ძმა გამდიდ და ბატონი გივიც გამდიდ და ბუნებრივია, ლოგიკურია. ძმა როდესაც დიდდება, მეორე ძმა ანტაგონისტურად არ ახალ განწყობილი რაც მე არა მაქვს რომ ესეც იყოთ, მაგრამ თქვენი ძმა თუ გამდიდ და ამ კომპანიების საშუალებებით საუბარი იმაზე რომ თქვენ მიიღეთ კეთილდღეობა აქ და გამონდინარე აღარ იჭხუბოთ რა ერთმანეთს მე მგონი აი ეხლა თქვენ მოკლე პასუხს მე თქვენივე თანაგუნდელს გამოვაყალიბეთ ხო ზუსტად რომ პრობლემა თუ დანაშაული აქვს სახეზე და არასწორად მუშაობდა თქვენი ძმა თქვენ უნდა გამოიძიოთ მე კი არა ვერ გამოიძიეთ ისე რა უშევით ამას ვერ გავიგე შევსახვით რომ გამოიძიეს პროკურატურა ქალბატონი იმას ძალიან დიდი ბოდიში ავიგე და რა არის ამ ფაქტების უკან ვერ გავიგე თუ დანაშაული არის რატომ მე ეჭვმა რა დანაშაულია მოდი ქალბატონი ირმასაც მოусმინოთ ძალიან დიდი ხანია უნდა რომ მასმანაც განმარტება გააკეთოს გისმენთ ჩვენ პირველივე როგორც კი ჩვენ გავჩავატარეთ ეს ბრიფინგი 2 წუთში თითქოს მომზადებული ყავით მე არ მინდა რა ხა გითხრათ რომ ტელეფონზე გვისმენდით და ზუსტად იცოდით ამას როდის გავაკეთებდით თქო ზუსტად 2 წუთში გამოხვედით და რაღაც გაუგებარი ჩამონათვალი გააკეთეთ ფირმების მე ვთვლი რომ ესე გაუგებრად არ უნდა ვისაუბროთ იმიტომ რომ ქავტარეკა თუნდაც თქვენი მიმართულებით ბევრ საუბრობენ რომ ფოჩი რაღაც აქომოქმედო ფონდი დაარსეთ 100,000-ობით კონკრეტულად კონკრეტულად აი ზუსტად არ არის ხო კარგი ქავტარეკა როცა ძალიან კარგია არ არის ხო კარგი როდესაც კონკრეტულად არ გეუბნებიან არაფერს ამიტომ მე მაცადეთ კონტექსტის ჩამოყალიბება სამბერ საუბრობენ თქვენთან რომ ბიუჯეტიდან 100,000 ლარი თქვენს ფონდში გადაიტანეთ ან ბიზნესმენებიდან მაგრამ მე არ ვაპირებ რომ ამაში თქვენ დაგადანაშაულოთ ამიტომ გეუბნებით ხალბატონო თქვენი ხმის ტონალობა ჩემთვის არ ნიშნავს და ეხლა მართლა ნარმანი ასავით ენაჩავდი ძალიან ხოდ ვაყურებელიც ვერ იგებს აი ესე კაცია ხო არა კომპეტენტური ბრალდებების წამოყენება მეც მაგას გეუბნებით ყველა საუბრობს თქვენ სასაცილოა რა თქმა უნდა სასაცილოა რა თქვენ ახლა გააკეთეთ მე მხოლოდ ამის თქვა მინდა რომ ძალიან ბრალდებები ისმის ძალიან ცუდი თქვენი მიმართულებით ისმის მედიაში არა კონკრეტული ადამიანები ფონდში რომელსაც საუბრობთ არა მარტო ზედამიწვეული დაფუძნებული ტელეკომპანიებზე და მე არა ფაქტი მოიტანეთ ერთი ფაქტი დადეთ ირმა დავამთავრეთ მაშინ რომ დავამთავრეთ მითხარი და მაშინ გავაგზავნეთ ეხლა ვერ გავიგე მე მართავრა თუ შეიძლება დაასრულოს ქალბატონო ირმამ და თქვენც ახლა პარალელურად ხელფას როდესაც რუსთავი ჟურნალისტი ქალბატონო ეკა და მე თქვენ მოყავთ ძალიან საუბრობთ თქვენზე იმაზე რომ არაკანონიერად ხდება ამ ფონდში თანხების გადარიცხვა და მითვისება მაგრამ მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს ჯობია რომ ეს პროკურატურამ გამოიწვიოს და ამის მიხედვით გესაუბროთ ანუ ანგაჟღერებული ინფორმაცია შევთავაზეთ რომ თქვენც მოუწოდეთ პროკურატურას რომ დაინტერესდეს და თქვენთან არის დაკავშირებული იმ სამარძია რეგისტრირებული სადაც თქვენ ცხოვრობდით ფოთში ქალბატონო ეკა სადაც თქვენ ცხოვრობდით ფოთში სიმსახლში ვიცი რომ ახლა მისი დამფუძნებელი ცხოვრობდა მანამდე ცხოვრობდით თქვენ საქმე იმაშია რომ ესენი გამოდიან რაღაცა ესე არალოგიკურ რაღაც დოკუმენტებს წარმოადგენენ და უნდათ რომ ამით ყველაფერი გადაფარონ საქმე იმაშია რომ ეს არ ხდება პირველად მართალია გივი რომ სპეციფექტების საშუალებით ხდება აბსოლუტურად ქვეყნის მართვა როგორ გჯერათ ეხლა თქვენ რომ ეს ყველაფერი ხელში გქონდეთ და მართლა რომ ეს პრობლემა იყო თითოეულ ნაციონალური მოძრაობის წევრს დასდევთ თითოეულ ადამიანს ხან იტაცებთ ხან რაშვებით არ ვიცი ასამართლებთ და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ეს რამე რომ იყოს ლოგიკური აქამდე არ იქნებოდა ამ პროკურატურაში გადაცემული ჩვენ გავაკეთეთ ის რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა ჩვენ ვართ ოპოზიცია გამოვედით და ჩავატარეთ ბრიფინგი
პირველ რიგში ამისი თქმა უნდა. მაგრამ თქვენ გაქვთ ყველა პერკეტი ხელში რომ აქ სატელევიზიო ომი კი არ აწარმოოთ წელიწად ნახევარი კი არ გვიტრიალოთ რომ აი ეს გვაქვს თქვენზე ეს გვაქვს თქვენზე ეს გვაქვს თქვენი პრემიერ-მინისტრი იძახოდა რომ აი ჟვანიას საქმე გამოვიწიე და ამიტომ არიან ყველანი შოქში და იმიტომ არიან ესეთ დღეშიო. სად არის ეს გამოძიებული ჟვანიას საქმე? სად არის ის მძევლად რო ყავთ ხარშილაძე ციხეში აყვანილი ბილეთი რო დაუჯავშნეთ და მერე რომ ადექით და ციხეში ჩასვით. თქვენ ხართ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მოიკითხეთ ეს ამბავი ერთხელ მაინც. რომელი და ხარშილაძის საქმე, რომელსაც მიხვედით ბილეთი დაუჯავშნავ პოლიციამ და შემდეგ ამის საფუძველზე დააპატიმრა. 1000 ჯერ გავაკეთე განცხადება რომ გია ლორთქიფანიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუდეს სახში ბომბი. გამოვედით და ვთქვი რომ მზად ვარ ინფორმაცია მოგაწოდოთ. იქნებ დამკითხოთ, იქნებ რამე მკითხოთ. გავაკეთეთ კიდევ ცალკე ბრიფინგი დაინტერესდით ერთხელ მაინც ადამიანს ტერორისტივით რატო ექცევა შინაგან საქმეთა მოდი ხომ უსმინოთ ქალბატონ ეკას. რაც შეეხება კონკრეტულებზე ძალიან გთხოვთ, რაც არ უნდა გამოგეკოთ, ვერანაირ დოკუმენტს, ვერასდროს ვერ დამიდებთ. მუშაობა არ არის სირცხველი ქალბატონო ეკა. მე თქვენი მინისტრებივით, მე არანაირი არაფერი არ მე თქვენი მინისტრებივით 6000 ლარი არ მქონია ხელფასი, არც 6000 ლარიან პრემიას ვიღებდი და გეუბნებით. რამდენიმე ადგილას მიწევდა მუშაობა. თუ თქვენ ყოველთვის გამომიქეკოთ კომპრომატად რომ მე ესმინდა მე ვერც ერთი მხარისგან ვერ მოვისმინეთ ხალხს ხადურის სუფრებზე გელაპარაკა და თქვენს მანქანებზე არა ჩემს იმაზე რომ ორ ადგილას მუშაობდი. ვერც ერთი მხარისგან ვერ მოვისმინე სად იკვეთება დანაშაულებრივ მესმის ეს გამოძიება უნდა გამოიძიოს, მაგრამ ანუ მხოლოდ ფირმების ჩამონათვალის ორ ადგილას მუშაობდა თუ რამე კონკრეტული, ანუ მინდა უფრო დავწურო ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ დრო ცოტა გვაქვს, კონკრეტული ფაქტები რასაც ფიქრობთ რომ ან გამოძიებისთვის საინტერესოა ან აი ეს ბრალდებებს როდესაც უყენებთ არსებობს ნამდვილი დადასტურება იმისა რომ რამე კავშირი იყო თქვა ხელისუფლებაში ყოფნის თანამდებობასა და ამ ბიზნეს არ ვიცი რამ გარიგებასა თუ ბიზნეს შორის. კარგი, მოდი დავიწყოთ კონკრეტული ამბები და მე გადავიდეთ აი ამ ზოგად კავშირებზე რომ რაღაცა ანუ მარტო შეფასებები რო არ ჩამოვთვალოთ და რაღაც ამბავი გითხარით მაშინ რა სადგომარებს. ქალბატონი ირმა, რომელიც ძალიან ხშირად ყავს უკვე გამოჭერილი რომ ძალიან ბევრი გამოსვლის დროს გამოჭერა რა სიტყვებით ეს ერჩევის და ძალიან ხშირად ამბობს ხოლმე პირდაპირ ტყუილს. ერთ-ერთი ტყუილი ახლა რომელიც მან თქვა ეს არის აი პირდაპირ ტყუილი არავითარი ფონდი არ არსებობს ჩემთან დაკავშირებული. არც ჩემი და არც ჩემთან დაკავშირებული. ტყუილების საუბარი არის ქალბატონო პირდაპირ დაგაბრალებდით რომ პოლიტპატრონების შედგენაში ფული აიღეთ, მაგრამ ტყუილებს მე არასდროს არ ლაპარაკობ. გადაუმოწმებელი ინფორმაციებს. ფულების აღება ირმა შეკვეთილი კვლევები, გაუპატეურების საქმეები. მოწმე მოიტაცეთ. ნახევარი საათის წარმოადგენთ. სიმწვილია მართლა. მოითმინეთ და დავამთავრე. მოითმინეთ. მოითმინეთ და რამდენიმე დამთავრდა პირველი ფონდთან დაკავშირებით ეს არის ფოთის აღორძინების ფონდი, რომელიც არის ფოთელი მოქალაქეების დაფუძნებული, უწესიერესი ხალხის ფონდში არის სულ 21000 ლარი ჩარიცხული და განხორციელებულია იმ ფარგლებში რამდენიმე ძალიან კარგი პროექტი. კარგი, და იმედია კავშირს ამ ფონდთან. რამდენიმე პროექტი იმ თანხის 21000 ლარის ფარგლებში. ასე რომ ნუ ეხა ამაზე სერიოზულად შევისაუბროთ. ეხლა რა შეეხება ქალბატონ ნადირაშვილის პრემიებზე და სამსახურზე. როგორ ლაპარაკობთ ქალბატონ ეკა მართლა ასეთი პრემია არ აგვიღია ჩვენ პარლამენტში შევცვალეთ ეგ პრაქტიკა რაც ხონდა. ქალბატონი ირმა 2009 წელს, როდესაც თქვენი კოლეგა იყო ამ ტელევიზიაში მუშაობდა, დაინიშნა აგერ არის ბრძანება დანიშნვის მინისტრის ბრძანება, როდესაც დაინიშნა რეგიონული განვითარების საქმეებს რო დეკლარაციაში მიწერია და განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამასრულებინეთ მე ილაპარაკებ. ეს არის ბრძანება მინისტრის, როდესაც ქალბატონ ნადირაშვილი დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე.
ეს არის ის პერიოდი, როდესაც უკვე რუსთავი ორში მუშაობდა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი პირდაპირ გრძალავს. ეს არის კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი, მეხუთე მუხლი. პირდაპირ გრძალავს, რომ საჯარო მოხელე სხვა სტრუქტურაში მუშაობდეს და ეს არის პირდაპირ ამ კანონის აგრძალვა. რაც შეეხება პრემიებს, ჯერ ხელფასის სახით აღებული აქვს 28500 და პრემიების სახით 22060 ლარი აღებული. ჩვენ საუბრობთ კორუფციულ გარიგებებზე, ამ ბრალდებებზე და მოდით ამაზე ვისაუბროთ. ვინ ხელფასს იღებდა პრემიას? ძალიან გთხოვთ ესე ნუ გადავწყვეტოთ. გადავიდეთ უფრო მასშტაბურ თემებს. გეთახმებით არაფერი არა აქვთ ხელთ. თქვენ გინდათ რომ თემა გესახტარიყო მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არ დასტურდება რომ კორუფცია აქა და რაღაცა გარიგებაა და რაღაც დანაშაული ხა ბატონებო და ხალბატონებო ძალიან გთხოვთ რა მაქსიმალურად ვთქვით რომ გამოიყვანო მდგომარეობა ნაციონალური მოძრაობა იმითარებაში რაშიც არის იქ ხა ვანო მერაბიშვილი გვამებს რომ უკვეთავს და ასე შემდეგ ეს ძალიან მძიმე თემებია ჩემთვის აბსოლუტურად არა გასაგებია რომ თქვენ გიდათ ეხლა რაღაცები შეაგროვოთ და შემდეგ მოუტანოთ საზოგადოებას იცით რა ჩვენ ცუდები ვართ კი ჩვენ გოროდება ჩავდება ხელისუფლებაში ვინც მოვიდა ისინი ცუდები არიან ზუსტად იგივე ერთი და იგივე რიგში არის ყველაფერი არ გამოვა გევანდელი მოტანილი ის კადრები ისე ნაჩვენები ანუ მერაბიშვილი ეს იგივე რიგი დანაშაულებრივი რეჟიმი რომ გადაფაროთ თქვენი უნიათობა აი ეს არის კარგი, მოდი, ბოლო კითხვა ამ თემაზე, რომ ეს ურთიერთბრალდებები დასრულდეს, გაუთავებელი ამ სტუდიაში და სხვა თემებსაც შევეხოთ. თითიდან გამოწოვილი რაღაცა საკითხები ხა ოფისში ადამიანებს ხელისუფლებაში რო იყვნენ რაღაცა საკითხები და აღარ აქვს საქმე და იგონებენ იმის მაგივრად რომ რეალური ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას. გერმანიას აღარ მე და ამ თემაზე ორივე მხარის პასუხი მაინტერესებს. ძალიან გთხოვთ, რადგან ურთიერთბრალდებებს ისმენ. ვწურავ ამ თემას კიდე სხვა თემებიც გვაქვს. დააჯერონ, არ გამოვა. გასაგებია, მოდით ორივე მხარისგან მაინტერესებს პასუხი. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი მასალები უნდა შეისწავლოს პროკურატურამ და თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ უბრალოდ თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ მათ მიერ წარმოდგენილი მასალები უნდა შეისწავლოს პროკურატურამ. ორივე მხარე ამას ითხოვს, ამიტომ მაინტერესებს პასუხი. ფიქრობ რომ როგორც ჩვენი, ისე მათი თუ რაღაცა დაალაგებულ სახეს მიცემენ, ყველა მასალა უნდა შეესწავლოს პროკურატურამ. ანუ გამოძიებამ თქვას? გამოძიებამ თქვა. აი სადრა მილიონები რაიმე ლოგიკას დაალაგებენ ამ ყველაფერს იმაზეც თქვას გამოძიებამ. თქვენ მონათესავე გვარში ხედავთ. კი ბატონო. მონათესავე გვარი გაიგონი პასუხი და მე რო გამოვიგე. გვარი გაიგონოთ ნათესავე. ყველაფერზე იძახით რომ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული. ჩვენ ლაპარაკობთ. იუღებელს გვარობთ. ოჯახის წევრებს. თქვენმა პროკურატურამ შეისწავლოს ოჯახის წევრებს. თქვენმა პროკურატურამ შეისწავლოს ორივე თქვ რა გავაკეთო კიდე. შეისწავლოს. შეისწავლოს. ერთნაირი პოზიცია. კი ბატონო და მე ამ ტელევიზორში ნუ კი მე მოდით ახლა რეკლამაზე. სრულ დასმენა, ეს აღარ არის დანაშაული. არსებობს გამოძიება და არა, უკაცრავად. კი ბატონო, რეპლიკის სახით. აუცილებლად რეპლიკის სახით. აი ეგ მუხლი რო ადგეს, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით. ბატონო ზურა თქვენ ყველა. ბენზინიდან ერთლას შეგახსენებთ მარტო და ქართლის პარკლებს, აი რომელსაც ამ ცილის კანონის კანონზე სხვადასხვა მინდა კითხოთ. ამ კანონის აღინიშნვის ამბობს აღარ მოყვები ადამიანები გავარკვიოთ. კარგით, ახლა ადამიანები შესაძლოა რამდენიმე წუთში ჩაგვეწოს დავით ნარმანი, ამიტომ მოდით რეკლამაზე ნუ გავალთ. და ცილის წამების კანონზე მე პირადად თქვენს მაგივრად. არის საუბარი ცილის წამების კანონი უნდა შემოვიდეს. არის ეს მართლა რეალობა თუ არა? არის ამაზე კიდევ ლაპარაკი იმაზე რომ ათეულობით საქმე არის გამოძიებაში დაწყებული. კორუფციული სქემები. მე პროკურატურას მქონდა საუბარი პროკურატურასთან და არის ათეულობით საქმე, რომელიც დაწყებულია გამოძიებაშია. არ არის მხოლოდ აქ უგულავაზე და კეზერაშვილზე საუბარი. აბსოლუტურად აი ღია მასალები, სადაც ოჯახის წევრები და დისკმარი მული, შვილი, მამა და ასე შემდეგ, როდესაც პირდაპირ
სწორედ აქედან გამომდინარე მინდა თქვენს პირველი კითხვა დაგისვათ თქვენ გულშინ ბრიფინგზე განაცხადეთ რომ გამოვაქვეყნეთ ისეთ ფაქტებს საიდან გამომდინარეც ენა უნდა ჩაიგდონ ამ ადამიანებმა და ნუ გრძელდებოდა მოსაზრება ანუ რა და დაანონსეთ რომ ორშაბათიდან გეგმავთ ამ მასალების გამოქვეყნებას რა სახის მასალებზეა საუბარი და თუ ეს თქვენ გქონდათ თქვათ რატო აქამდე არ მოხდა ამის გამოქვეყნება პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ ძალიან საინტერესო მასალები გვაქვს ჩვენ რასაც შიდა აუდიტის სამსახურთან მუშაობის პერიოდში ვაანალიზებდით პერიოდულად და ჩანდა ეს ყველაფერი და პერიოდულად ვაქვეყნებდით კიდეც თუმცა კიდევ არის საინტერესო მასალები ჩვენ ორშაბათიდან შევეცდებით რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ საჯარო გავხადოთ საზოგადოებისთვის თუ როგორ და რა რეჟიმით მუშაობდა ის ხელისუფლება იმ პერიოდში, როდესაც მათ ჰქონდათ მართვის სადავეები და კონკრეტული ფაქტები არსებობს და ამას გულისხმობთ. რა გავასწორეთ და როგორ გავასწორეთ ამ ყველაფერზე გავაკეთებთ ინფორმაციას. პირველ რიგში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის რომ ბევრი მიმართულებით იკვეთებოდა კორუფციის ნიშნები, იკვეთებოდა ხშირ შემთხვევაში მშენებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები და 20-ზე მეტი მასალა ჩვენ საგამოძიებო ორგანოებში გადავაგზავნეთ. აქედან გამომდინარე რაღაცა ნაწილი გადასაჯაროებია ამ მასალების გასაჯაროებას ვაპირებთ და რამდენიმე ახალ და ძალიან საინტერესო გარემოებაზე გვექნება საუბარი. ეს ისე უბრალოდ რატომ არ მოხდა აქამდე გასაჯაროება? ეს მინდა ზუსტად კითხოთ, ანუ მას შემდეგ რაც როგორი ფორმით მუშაობდნენ ეს ადამიანები. ეს მის ჩემი ხმა ბატონ დავით. ჩვენ გვექნება როგორც მასალები, ასევე ფოტოსურათები, სიუჟეტები და ასე შემდეგ, იმისათვის რომ ყველა ფორმით მივაწოდოთ საზოგადოებას ის რა ფორმითაც მუშაობდნენ ისინი. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ამოცანა ასევე საზოგადოებას ვაჩვენოთ ის ხარვეზები თუ როგორი ფორმით გამოვასწორეთ. ბატონ დავით, დაემთხვა თუ არა ეს დროში მნიშვნელოვანია ვაჩვენებთ იმ წარმატებას რა წარმატებასაც ჩვენ მივახცეთ 2013 წლის განმავლობაში, როცა ჩვენი ოპონენტები ამბობენ იმას, რომ პრაქტიკულად არაფერი გვიკეთებია, მე სამ ციფრს დავასახელებდი მხოლოდ და მხოლოდ და დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შევასრულეთ. მეორეს მხრივ ჩვენ ჩავატარეთ იმაზე გაცილებით მეტი ღირებულების ტენდერები, რაც ვიდრე ეს იყო 2012 წელს ჩატარებული და არც ერთი რაიმე სახის ზედმეტი კითხვა არ გაჩენილა. მაგალითისათვის ვთქვათ, ხოლო საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთხით 234 ტენდერი ჩავატარეთ და ეს ტენდერები აბსოლუტურად მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით მათი უმეტესობა და რაიმე სახის ასე ვთქვათ პრობლემა ან გასაჩივრება და არსებითი ხასიათის ხარვეზი ჩვენ აქ არ ქონია. ბატონო დავით, ასევე რაც ძალიან ხარვეზი იყო და აქამდე ხმას ვერ გაწვდენდით. ძალიან ერთი ისედაც ცუდად მესმის ჩემი ხმა. საერთოდ არ იყო კავშირი ჩვენ შორის ძლივს აღსდგა ბატონო დავით. გაასწორონ არ მესმის და მესამე რაც ძალიან თავარია და მნიშვნელოვანია, ჩვენ შევასრულეთ იმაზე მეტი რაოდენობის სამუშაოებიც, ვიდრე ეს ოდესმე სრულდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. მე უბრალოდ მხოლოდ ამ დიაგრამას ვაჩვენებ, სადაც ძალიან კარგად ჩანს ის ტენდენცია, რა ტენდენციითაც გასაგებია. ბატონო დავით, ძალიან გთხოვთ, კონკრეტული კითხვა მექნება, იმიტომ რომ ჩვენ რა თემაზე საუბრობთ, იქ მინდა დავბრუნდე. ძალიან ცუდად ისმის და იქნებ ჩემი კითხვა უნდა ჩემი ხმა შემომდის და სტუდიის ხმა პრაქტიკულად აღარ ვესვეს იქნებ გაასწორო. კარგით, მოდი დავუბრუნდეთ ბატონ დავის, მას შემდეგ რაც ტექნიკური ხარვეზი აღიდგება და ჩვენ ხმას გაიგებს. მე შემატყობინეთ, როდესაც გაიგებს ჩვენ ხმას და კითხვა მინდა დავსვა და მანამდე თქვენთან გადმოვალ. ბატონი დავითი ამბობს, რომ რაღაც ახალი მასალების გასაჯაროებას აპირებს, რას მინდა და მე კითხავ, რომ მეტი ინფორმაცია მიმეღო და იმედია დავუკავშირდებით, მაგრამ ის თulis მე ვიცი, მოგod მოსმენი გვა განცხადებები, რომ ოპოზიციის მხრიდან მასზე თავდასხმები განპირობებულია ამ არჩევნების მოახლოებით ის, რომ ის მერობის კანდიდატია და ვთქვათ, ეს ყველაფერი იძეს პოლიტიკურ ხასიათს. არის ეს კავშირი? ეხლა ვიტყვი. რატომ ხდება სულ საგზაო დეპარტამენტი და ვთქვათ მის სამინისტროზე
შეტევა ასე ვთქვათ ოპოზიციის მხრიდან. თანამგირი დაიწყეს თვითონ ბატონი ნარმანია საქმეების გადასაწყვეტად ჩადის ხოლმე კაბინეტში ბატონ სოსო ქადაგიშვილთან. აი ეს იქ მდგომარეობა დაყენებული თანამშრომლების ბატონის სტორებზე როგორ ლაპარაკობთ ჩვენ ხალბატონო შეიძლება ესეთი არასერიოზული ჭორაობა მართლა არასერიოზულია ეს სად ჩადის ეხლა მოდი პოლიტიკური ასე ვთქვათ შეფასებები გავაკეთოთ წინ არჩევნებია და დავით ნარმანია აღიქვამს რომ მე გეუბნები თანამშრომლები რომელსაც მე პირადად ვიცნობ ასახელეთ ეს თანამშრომლები გამოიკითხებიან ეს თანამშრომლები და თუ ამბობთ თქვენ საქმეს საქმეს დარწმუნებული ვარ როგორც კი ნამდვილად სქემას გიდეთ იქ არანაირად არაფერი ეს თანამშრომლები ესე თქვენი ნაციონალური მოძრაობის წევრები ძალიან მოდით ახლა პოლიტიკურ შეფასებებზე გადავიდეთ 4 პოლიტიკოსი დეპუტატის ხერხად ისე დასაქმებულია დღეს თურმე კიდევ და თურმე ნაციონალური მოძრაობა იდევნება დავასრულეთ ბატონო გივი მოდი ვიწყებ ბატონი გივისგან ბატონ დავითს დავუსვი კითხვა თუ შეიძლება გადავიდეთ პოლიტიკურ შეფასებებზე უკავშირდება თუ არა შეტევა ამ სამინისტროზე მოსალოდნელ არჩევნებს თქვენი მხრიდან ბატონი ნორმანია საკუთარ ძალიან ფერმკრთალ ფიგურას ძალიან ზედმეტად აფასებს თუმცა ის მერობის კანდიდატია ხელისუფლების მაგრამ ჯერ არ გვაღირსეს არც როდის ტარდება ეს არჩევნები არც როგორ ტარდება ამიტომ ჩვენ კამპანიაში ამ კამპანიაში ჩვენ არ ვარ არა ხარ დადიხარ პარლამენტში საერთოდ და არა ხარ აქედან გამომდინარე ის ადრე არ არის საერთოდ საარჩევნო კოდექსი ერთმანეთს დავასრულებინოთ ბატონო ზურაბ უპასუხებთ თქვენ მოიცით იმიტომ პარლამენტში არ დადიხარ კონკრეტულ რა თარიღს არის თუ რა გავაკეთე რა გინდა თარიღი გითხარით უკვე თარიღი არ კანონი მივიღეთ თვითმმართველობის შესახებ. იცით რომ მივიღეთ? მივიღეთ კანონი. საარჩევნო კოდექსი რომ არ მიგიღეთ და პირობები არ განსაზღვრული არჩევნები მართლ ქალაქებში მერე. ვერ გავიგე ხარ იცით გივით მე. ვიცი და კიდე მეუბნება. საარჩევნო კოდექსი არ მიგიღია და ვიცი როგორ ფერმკრთალი ფიგურა უწოდეთ დავით ნარმანიას. შეიძლება საარჩევნო პირობებში შეცვლა. გაჟღერდა, არა კვირდება. საარჩევნო კოდექსი არ გაქვს თუ მიღებული თარიღი არ გიქვეყ. ბიზნესი თქვენი მერობის კანდიდატია საუბარი ძალიან გთხოვთ ბატონო გივი ფერმკრთალი ფიგურა უწოდეთ მერობის კანდიდატს მაგრამ ეს მერობის კანდიდატი შევთანხმდეთ რომ ოპოზიციის ინტერესი უნდა იყოს რომ მას მერობის კანდიდატი ხო აი ხა რაც გააჟღერა გვანახა აქ არის გონი ბატონი დავითის თუ არის საშუალება რომ მას ესმოდეს ჩვენი ხმა დაგვაკავშირეთ თუ შეიძლება გვანახა რაღაც დიაგრამა და გვანახა რომ აი დიაგრამა აი გონი ეს ბატონ დავითს დიაგრამა აი რა კარგად ავიდა ეს ბოლო ხაზი ზემოთ ხო კი ბატონო თქვენ დააქვია ბატონი დავითს იგი ბასო ეხა მოდი ციფრები თქვათ ეს ყველაფერი რა ციფრები არის გაწეცილი ავიღოთ ხო როდესაც იყო გაუთავი ლაპარაკი თქვა პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველადან 50 კილომეტრი დაიგება ხაშურს გავსდებით ასე შემდეგ ჩვენი თავზომეთ უბრალოდ რუისთან არის კილომეტრი და 700 მეტრი ცალ მხარეს მხოლოდ და მხოლოდ შესრულებული. რამ ორ ციფრს ვიტყვი კიდე. კი ბატონო, კონკრეტული რა ციფრები რომ მე ბატონ დავითთან გადავამოწმო. რეგიონალური ინფრასტრუქტურა შესრულება პირველ 9 თვეში არის 20%. და რეგიონალური განვითარებაში სადაც იყო 450 მილიონი შესრულება 0%. არა, ეს მნიშვნელოვანია რატომ როდესაც ესე იგი რეგიონები რომლებიც ებარა არაფერი არ გაუკეთა ეს ნიშნავს. უბრალოდ არაფერი არ გააკეთა. უნია თუ აბარა. ეხა უნდა რომ თბილისში მოვიდეს და იქაც ბატონი დავით ნარმანია არის ხაზზე. არა, ჩავდივარდები. ამას ვცდილობ ზუსტად ბატონი დავით გესმით ეხა ჩემი იმიტომ ბარემ პირდაპირ მესმის და შემიყვანეთ ეთერში. რა თქმა უნდა, ეხა უკვე გვესმის ჩვენი ხმა ალბათ გესმოდათ ბატონი გივის ბრალდებებიც გაწყდა ჩვენ შორის სამწუხაროდ კავშირი. აქ საუბარი იყო უკავშირდება თუ არა ეს შეტევა ვთქვათ ამ სამინისტროზე თქვენი მერობის კანდიდატურას და ბატონმა გივიმ კონკრეტული ციფრები დაასახელა და თქვენი სამინისტროს მუშაობა დაიწყო და გაქვთ საშუალება რომ გასცეთ პასუხი ვიდრე ესმის ჩვენი ხმა ძალიან მე თავიდან უნდა დავიწყო ძალიან გთხოვთ არ შემაწყვეტინოთ რადგან იყო ტექნიკური ხარვეზე და ყურში ჩვენ გვესმოდა ბატონო დავით ყველაფერი რაც ილაპარაკეთ ძალიან ცუდად ისმოდა აქედან გამომდინარე სამაგეროდ ჩვენ დამაყურებელს გვესმოდა ბატონო დავით რაც ისაუბრეთ აქამდე პირველ რიგში მოვისმინეთ თქვენ რაც თქვით პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას ის რომ ეს არ არის კომპრომატების ომი ჩვენ არ ვაპირებთ კომპრომატებს უბრალოდ კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ის რეალური ინფორმაცია რა ინფორმაცია ჩვენ ხელთ გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მათი მმართველობის პირობებში რა ხდებოდა. ჩვენ 20-ზე მეტი საქმე გვაქვს სამართალდამცავ ორგანოებში გადაგზავნილი იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რაც ხდებოდა და როგორც ბატონო დავით, ეს მაინც მითხარით, იმიტომ რომ მინდოდა ამაზე პასუხით მომესმინა. ეს იქნება დამაცადეთ თუ შეიძლება ეს იქნება საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, ეს იქნება კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ აშანტაჟებდნენ და აძალებდნენ კომპანიებს საქმეების გაკეთებას და ეს იქნება სხვა ისეთი მასალები, რაც ფიქრობ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება. რაც შეეხება იმას თუ რა გავაკეთეთ ჩვენ 2013 წელს. ბატონი თარგამაძე ისევე როგორც მისი პარტიის სხვა წევრები ისევ და ისევ იტყუებიან ჩვენ მოვახერხეთ ის რომ ახლა დაასრულებს და 800 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეგვესრულებინა 2013 წელს. როცა ის საუბრობს რომ კილომეტრი და 300 დაიგო, მას არ რთვენია ამ ყველაფრისთვის. ჯერ ერთი ეს მონაკვეთი გაცილებით უფრო დიდია, მეორე სამშენებლო აქტივობა 101 სხვადასხვა კილომეტრზე მიმდინარეობდა. მას დაავიწყდა რომ 12 კილომეტრიანი გზა გაიხსნა. მას დაავიწყდა რომ 168 კილომეტრი მეორადი კატეგორიაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები დაიგო და მას ძალიან ბევრი დაავიწყებები და მე ორივე მხარეს ხეთხა. ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ როდის რას ვაკეთებდით და მათი მმართველობისგან განსხვავებით ძალიან ღიად და გამჭვირვალე მუშაობთ. მოიმატა ტენდერებში მონაწილე კომპანიების რაოდენობამ და კონკურენციამ. თუ მათი მმართველობის პირობებში ტენდერები პირდაპირ იყო გაწერილი და გათვალისწინებული კომპანიებზე ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა პირდაპირ ავლენს იმ კომპანიებს, რომელიც სხვებზე უკეთეს პირობებს თავაზობენ. კარგი, ბატონო დავით, ამიტომაც არის რომ 234 ტენდერი ჩავატარეთ 2013 წლის განმავლობაში დეპარტამენტის გულშია. არც ერთ ტენდერთან მიმართებაში რაიმე სახის სეგმენტი კითხვები არ ბატონო დავით, ძალიან გთხოვთ, სამწუხაროდ ვერ შედგა ჩვენ შორის საუბარი, არ ვიცი ეს ტექნიკური ხარვეზის ბრალი არ გესმით. სხვა დროს ჩვენ სტუდიაში უფრო მეც ვისაუბრებთ ამ პროექტებზე, გვინდა და გაგვეგო რა ფაქტების გასაჯაროებას აპირებდით. ორშაბათს ამაზე სხვა დროს იყოს. გავასაჯაროებთ, რა ფაქტებსაც გავასაჯაროებთ ამასთან დაკავშირებით. ორშაბათს გახდება ცნობილი, ეს მაინც გითხარით და გამოვაქვეყნებთ ამ ყველაფერს და ცალკეული მათი მმართველობის პირობებში უკაცრავად და უნდა დავემშვიდობა ბატონ დავით იმპერცოტესმის. ბატონო დავით, თქვენ გამოვაქვეყნებთ თუ პროკურატურა უკვე მასალებს? და რამე მაინც ჩვენ გამოვაქვეყნებთ იმ მასალებს, რაც არის საჯარო მასალები და რაც გადაეცემა შემდეგ გამოძიება. გადაგზავნილია, რაც ერთი ნაწილი გადაგზავნილია. კარგით. სამართალდამცავ ორგანოებში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო დავით, თქვენ სხვა დროს უფრო უკვე დაგითმობთ ეთერს, სამწუხაროდ ვერ შედგა კარგად ჩვენ შორის კონტაქტი, ტექნიკური კომუნიკაცია, ტექნიკური ხარვეზის გამო. დიდი მადლობა რომ მონაწილეობდით და ორშაბათიდან თქვენი განცხადებები აქტუალური გახდება და დავინტერესდებით აუცილებლად კიდევ. მოდით ბატონ დავითის შემდეგ ეხა რამდენიმე რეპლიკით შევეხოთ ამ თემას და უკვე შემდეგ პროკურატურა ჩავთოთ რომ დღის თემასაც დავუბრუნდეთ. ჯერ მოვისმინეთ ბატონი დავით, ეხა კიდე უმრავლესობის პოზიციას ეს ტექნიკური ხარვეზი. კი ბატონო, თქვენც მოგისმენთ, ზერწა ბატონ გივის ხო უპასუხო გივის. თანამაღად მაშინ მე დავიწყებ ბატონო. მოდი რაღაცას ჩუქრის ბატონი იყო, ბატონ გივის უპასუხოთ. მართლა თუ აი უბრალოდ თუ აინტერესებს, რას აკეთებს ფერი რო არ მოწონს ის მინისტრი ბატონი ნარმანია 2013 წლის განმავლობაში რას აკეთებდა? აი ამას გაჩუქებთ ბატონო გივით, აიკითხეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩამონათვალია და არ გოყოფა დღევანდელი დრო, ეს არის წლის ანგარიში და ჩამოთვლილია და ნახეთ. ეხლა რა შეიძლება დაინტერესდეთ, რატო არის რეგიონალური ინფრასტრუქტურაში შესრულება 20% და რეგიონალურ განვითარებაში 0 და რატო არის კილომეტრი და 700 მეტრი შეპირებული 50 კილომეტრის ნაცვლად. კარგით, ეს თქვენ მაგით დაინტერესებთ. ეს რა შეიძლება? მაშინ ქაბატონი სურათს მისი Facebook-ის გვერდიდან ამოღებულს, მისი ნათესავი ჩანყარაშვილი რო არ არის, აი ეს ის რა, ეს მაინც გადმოგცემთ, მე გადმოგცემთ ერთმანეთის საჩუქრებს. ეხა რა შეიძლება? რა შეიძლება? ეხა Facebook-ში დადიხარ, ვიღაცის სურპირა გვერდებზე. იმის მაგივრად და დავასრულოთ
დაასრულოთ ეს თემა თქვენს თქვით ქალბატონიერმა გიპასუხებთ და ჩართო პროკურატურიდან რომ ბოლო თემას უნდა შევეხო და დავასრულოთ. ბოლოებზე და პირად საფუძველზე ბიუჯეტი დაცვა. გაქვთ ეს გვერდი? არა უშავს. კარგი სოციალურ ქსელებში. მიძინა ივანიშვილის გვერდი გაქვს დალაიქებული და სრულიად საკმარისია ჩემთვის. კარგი, ქალბატონო ეკა თქვენ რაღაც ფაქტის დასახელება გინდა და უნდა დავასრულოთ და გიპასუხებთ. შემაჯამებლად მე მინდა ვთქვა მოდი ეკამდე ირმამ შეაჯამოს ქალბატონებს დაუთმოთ ეს და მე პროკურატურა ჩართოთ. ბევრია კონკრეტული ქვესაკითხი და ამიტომ მე მინდა პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართო რომ იმ ათეულობით საქმესთან ერთად რომელზედაც ისინი მუშაობენ მათ შორის კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები რომელიც უკავშირდება იგივე ბატონ ბოკერიასთან დაკავშირებულ ფირმებს და მიღებულ შემოსავლებს აქ ქონდა თუ არა კავშირი მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდთან ამას კითხულობდი ზუსტად ანუ ეს უნდა დაადგინოს გამოძიება სწორედ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აღერხებდნენ ეს ადამიანები მონოპოლიზირებული გამხდარი იყო მთელი ბიზნეს სივრცე და გადაენაწილებინათ ბიზნესები ბატონ უგულავასთან დაკავშირებული ფირმები 13 მილიონ ლარზე მეტია ამ ინფორმაციით ბატონ თარგამაძეზე ვისაუბრე 85 მილიონზე მეტია შემოსავალი აქ არის თევდორაძის მასალები არის ჩამოთვალოს დავასრულებინა ჩამოთვალოს თქვენ ფუნქციამ შემაჯამებს სიტყვას და მე რომელიც სულ სხვადასხვა სივრცეშია გადანაწილებული და უახლოესი ოჯახის წევრებია დასაქმებული და ბოლოს მინდა ესეც არ უნდა გავიწოდეთ და მაინც ხო შევთანხმდით რომ ესეც გამოიწვიეს იქამდე ეს და ის შევადაროთ ეს და ის ერთია თუ არა და ასევე მე მახსენდება ერთი წუთი ამას გამოძიებ მოგცემთ ხა სიტყვას ირმა ეხა დღეს ოპოზიციაშია ჩვენ რომ ოპოზიციაში ვიყავით მეც და ზურაც მე მახსოვს თქვენ რომ ხელისუფლებაში იყავით ჩემი ოჯახის წევრები ციხეში ისხდნენ ზურა აბაშიძე მახსოვს ნაცემი ნაბეგვი 15 ივნის თავგატეხილი და საშინლად ძალადობის მსხვერპლი რომ იყო კარგად მახსოვს ისიც როგორ ერთი ადამიანიც კი განსხვავებულად რომ აზროვნებდა თამაზაშვილების ოჯახზე აღარ ლაპარაკობ რაც ამ ოჯახს გაუკეთეს ერთი ადამიანიც კი განსხვავებულად დრო აღარ ყოფნის განსხვავებულად რომ აზროვნებდა სამსახურში ვინ გააჩერებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს ქალბატონი ირმა არის საოცარი მაგალითი დემოკრატიის მისი ხემდე მუშაობს თქვენი და ჯანდაცვის სამინისტროს სფეროში ხემდე მუშაობს თქვენი მული ქალბატონი ლელა ასევე ჯანდაცვის სისტემაში თქვენი ამბებს ქალბატონო აღარ ერთი კითხვა მე ლაპარაკობ ერთი ჩვენ არ ვამუშაობთ თქვენ მომხრეებს ვის ერთი ვამუშაობთ მაგრამ სახელმწიფო სექტორში და ესე იგი დასაქმებულთა უდიდეს მონაწილეობა არჩევნებზე თქვენ რატომ მოგცემთ? იმიტომ რომ წესიერი ხალხი მოდიოდა ხელისუფლებაში და უკანონობას და ვამუშაობთ სამართლობას კარგით მოდი ხა ქალბატონო ირმა შეაჯამოს ძალიან გთხოვთ რომ აღარ ყოფნის და მთავარ თემასაც უნდა შევეხო თქვენ აღარ ამდენ ხალხს ვამუშაობთ ქალბატონო ირმა თუ გინებავთ პასუხი გაცემთ თქვენ ერთი წუთი ციხეში იჯდა რომელიმე სახელმწიფო მიიყვანეთ ირმა გისმენთ გინდა პასუხის გაცემა მრავლდებებზე გაძლევთ მოკლედ წელიწად ნახევარი კარგი შეწყვიტეთ კამათი უნდა ჩართოთ პროკურატურასთან ჩვენი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ურზე ბატონო გივი თქვენ თანაგუნდოს მაინც აცადეთ გასაგებია ესეთი გაცხარებული პოზიციები თქვენი მხრიდან როდესაც საქმის კეთება არ შეგიძლიათ და ხარ აბსოლუტურად უნიათო მთავრობა როდესაც პირველივე წელს ბიუჯეტი გაგერღვა 1 მილიარდით როდესაც ასეთი ძვირივალი გაგაღებული ფასები ყველაფერზე თქვენ დატოვეთ ქვეყანას იმდენი დაამატეს სხვათა შორის როგორ მოახერხა მილიარდელმა პრემიერ-მინისტრმა რომ 1 მილიარდი ვალი დაუტოვა საქართველოს ეს კიდე ცალკე საკითხია და აუცილებლად ამაზე ვისაუბრებთ ქალბატონო არ გაწყვეტინებდით სხვათა შორის ძალიან მოკლედ და ხედავთ ყველაფრისა სამხმაში და ხუთში სამხმაში საუბრობ ნამდვილად მაგრამ მე არ გაწყვეტინებდით გეუბნებით მივხვდით და საცადეთ გისმენთ დავასრულეთ გასაგებია რომ რადგან მართლაც არის ესეთი მძიმე ეკონომიკური ფონი ქვეყანაში ჩამოგითვალეთ მილიარდით მაგრამ ბიუჯეტი გაარღვე მე გითხარით როგორ გაიზარდა ეკონომიკური ფონი ლარის კურსი გაგექცათ ხელიდან ამის გამო პენსიონ დღეს ვიწევს ლარის კურსი ქვევით ვიცი ბატონ ზურა ძალიან კარგად ვიცი ეს მაქინაცია თქვენგან წამოსული იყო იმისთვის რომ ბიუჯეტი შეგეძლოთ ესეც ვიცი ყველა ეს უკვე ეკონომიკის სისტემა აუცილებლად რა თქმა უნდა ასევე გააძლიერებენ ესენი მოვა არჩევნები კიდე წამოწევენ ჟვანიას თემას და კიდე იტყვიან რომ აი ჩვენ
ჩვენ გავხსენით ახლა ჟურნალისტ საქმე გადავა ერთი არჩევნები მეორე მესამე ქალბატონო მოგიწოდებთ რომ პირველ რიგში აუცილებლად დაინტერესდეთ ერთი ხარშილაძის საქმე და მეორე გიალოს კიფანიძის საქმით რომელსაც ახალაია საქმეზე ძალიან გთხოვთ გადავიდეთ ახალაია საქმის მოწმეს დღეს აპირებდა პრესკონფერენციის გამართვას აღარ გვინდა ჟანიას საქმე დრო აღარ არის ყველა ტენდერს იგებს როგორ ხდება ეს მადლობა დიდი მადლობა ჩვენ გვაქვს ახლა საშუალო ზეულად ხასაყვანები ჩაულებთ გამოუშვი და დაუსვით გივი ყველა ბიზნესმენი კოტრდებოდა ვის თქვენთან კარგი მადლობა რატო დაიჭირეთ მე პირდაპირ ეთერში ვთავ პროკურატურიდან ჩვენ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს რომლისგანაც შევეცდებით გავარკვიოთ ახალაია საქმის მოწმე რომელიც დღეს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა და მოულოდნელად აღმოჩნდა პროკურატურაში გაისმა ამაზეც ურთიერთბრალდებები თუ დატოვა პროკურატურა ამ მოწმემ დავით საღამომშვიდობისა გვიანობამდე მუშაობ პროკურატურასთან მაგრამ გვინდა რომ დავასრულოთ ეს ინფორმაცია და შემდეგ მოვისმინოთ პოლიტიკოსების მოსაზრებებიც რა განცხადებები გააკეთა პროკურატურიდან გამოსულმა გორგოძემ თუ არ ვცდები გვარი გორგაძე. გიორგი გორგაძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა პროკურატურა, მან გააჟღერა ჩვენთან, რომ ის პრაიმ ტაიმში არ გეგმავდა იმ ინფორმაციის გაჟღერებას, რაზეც საუბრობდნენ ბაჩო ახალაიას ადვოკატი და ასევე მისი მეუღლე, მისი ინფორმაციით 4 საათნახევრიანი დაკითხვის შემდეგ მას გამოყვა თან პროკურორი, პროკურორთან ერთად საუბრობდა ჟურნალისტებთან ის და თქვა, რომ პრაიმ ტაიმში მივიდა, იმიტომ რომ უნდა მოეთხოვა დასჯილიყვნენ მისი ძმის მკვლელები, მე ციტირებას ვახდენ, მისი ძმა 2006 წლის ეგრეთ წოდებული ნათლუღის სპეცოპერაციის დროს არის გარდაცვლილი. ჩვენ ასევე ვკითხეთ, რატომ მიაკითხა მან მაინდა-მაინც გოგაონიანს, რატომაც ის იცავს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არ იცოდა თუ გოგაონიანი ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველი იყო და მიაკითხა თხოვნით, რომ დახმარებოდა და გაეწია შუამდგომლობა პრაიმ ტაიმთან. მე ბატონ გიორგი ონიანთან როგორც ადვოკატი მინდოდა ჩემი ძმის საქმესთან კვლევასთან დაკავშირებით ეცეთებად განცხადება გამეკეთებინა და როგორც ადვოკატი მივმართე რომ დამხმარებოდა რომ ჟურნალისტებთან მისულიყავი და გამეკეთებინა განცხადება. რაღა მაინდა-მაინც ის ადამიანი, ვინც დაუშვათ არის დამცველი იმისა, ვისაც დაუშვათ ბრალდება ის სპეცოპერაცია, რომელშიც ასე ვთქვათ, თქვენს გადავებოდა. არ ვიყავი მე მაგთემაზე ინფორმირებული თუ ის ბაჩო ახალაიას დამცველი იყო. ანუ პრაიმ ტაიმში ისი გაჟღერება გინდოდა თქვენ რატომ მიდიოდა? პრაიმ ტაიმში იმის გაჟღერება მინდოდა და კიდევაც მინდა, რომ ჩემი ძმის კვლელობა, რაზეც მიდიოდა გამოძიება და რაზეც თბილისში ვიყავდი ჩამოყვანილი, ქუთაისში ვიყავდი ჩამოყვანილი, პოლიცია მოდიოდა გამოძიება და რა ვიცი რა, მთელი 2 თვის განმავლობაში დავყავდი, ვიცოდი რომ ჩემი ძმის შესახებ მიდიოდა გამოძიება და დაადგენდნენ კვლელები ვინ იყვნენ. ხო და რამდენჯერმე მიხვედი თქვენ ოფისში გავრცელეს ვიდეო მასალაც და რაღა მაინდა-მაინც ონიანთან აი ცოტა როგორ ფიქრობთ ამ სხვას ვერ დაუკავშირდი ვერავის, იმიტომ რომ არ ვიცოდი თბილისი. როგორ გაიგეთ ონიანის ნომერი? შეგიძლიათ გითხრათ? ონიანის ნომერი არა, მისამართი გავიგე ინტერნეტის მეშვეობით. თქვენ ტელეფონით დაუტოვეთ მას რომ დაერეკა, ხო? კი ბატონო. ნაცვასთან დატოვეთ? კი. ასეთი მნიშვნელოვანი იყო რომ ონიანს დაეცვა თქვენი ინტერესები. მე არ ვიცოდი კიდევ გიმეორებთ ბაჩო ახალაიას ადვოკატი თუ გიორგი ონიანი იყო, სხვა მემაგ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია. მივედი მითხრა რომ შეგახვედრებ და ვშო დანარჩენ არანაირი საუბარი არ მქონია, გამოვიდი და წამოვედი. ანი ნადარეიშვილის ნომერზეც დარეკეთ რამდენადაც ნომერი. ანი ნადარეიშვილის ნომერი არ ვიცი მე და არც დამირეკე. აგირეკათ მამაკაცმა დაუშვათ ოფისიდან და გითხრათ რომ ანის მეგობარი იყო? როგორ? ოფისიდან დაგირეკათ ვინმემ და გითხრათ რომ ანის მეგობარი იყო, თქვენ ხო ნომერი დაუტოვეთ მათ? მე ნომერი დაუტოვე, მე მაინტერესებდა ადვოკატურა, ვიცოდი რომ მან ადვოკატურა იყო და მივედი ადვოკატთან. ეს ერთი კვირა სულ ონიანს ეძებდით თბილისში? არა, სხვა საქმეები მქონდა ჩემი პირად. უბრალოდ გუშინ გადავწყვიტე რომ გამერკვია ჩემი ძმის კვლელები რატომ არ დაადგინეს, დღესაც მაგ პრეტენზია და მინდა რომ დაადგინონ და რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე. ისინი ამბობენ რომ თქვენ იმიტომ მიხვედით რომ უნდა გეთქვათ მსგავსი ინფორმაცია თითქოს პროკურატურაში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას ეწოლით მიგაცემინეს. გამორიცხულია. კარგად იყავით? როდესაც შეგვატყობინეს მისი ადგილსამყოფელი, გამომძიებელი გამოცხადდა მასთან და წარმოადგინა დაკითხვის მიზნით პროკურატურაში გორგაძე. დაკითხვა მიმდინარეობდა
ჩვეულებრივ პირობებში, რა დროსაც გორგაძემ აღნიშნა, რომ მისი მისვლის მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პრეტენზიები გააჩნდა, რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე, პროკურატურის წინაშე, ვინაიდან მისი ძმის მკვლელები არ არიან პასუხისმგებაში მიცემული, როგორც მან ახსნა ჩვენებაში. ბაჩო ახალაიას ინტერესების დამცველებმა კი გაახმაურეს ინფორმაცია, რომ გიორგი გორგაძე მათთან მივიდა და უთხრა, რომ პროკურატურაში ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით მას ზეწოლით მიაცემინეს ჩვენება. მათივე ინფორმაციით გიორგი გორგაძე პრაიმ ტაიმში სწორედ აი ამ ინფორმაციის გაჟღერებას აპირებდა ჟურნალისტებთან, სწორედ პრაიმ ტაიმის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა ის გადმოიყვანეს თბილისის პროკურატურაში, სადაც დაახლოებით 5 საათს გრძელდებოდა მისი დაკითხვა. მე ასევე შევახსენებ მაყურებელს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის პროკურატურასთან იმყოფებოდა 2 ადვოკატი, ორივეს ჰქონდა ორდენი, თუმცა ისინი მოწმესთან არ შეუშვეს. თავად მოგვიანებით მოწმემაც განაცხადა, რომ მას არ სურდა თავად ადვოკატებთან შეხვედრა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა დავით ქაშიაშვილი საუბრობდა დავიმშვიდობო ჟურნალისტ. მუშაობდა თბილისის პროკურატურასთან. დიდი მადლობა დადო ბოლო ინფორმაციის მოწოდებისთვის და ვუბრუნდების სტუდიას. მოვისმინეთ ორი ურთიერთგამომრიცხავი ისტორია. დღის ბოლოს ეს ადამიანი ყვება, რომ არ აპირებდა პრესკონფერენციის გამართვას. მანამდე მოვისმინეთ ჩვენ სატელეფონო ჩანაწერიც იგივე ანინა დარეიშვილთან ტელეფონზე როგორ უკავშირდება ის და ესაუბრება და ეხლა ამბობს, რომ არ იცნობს ონიას. მოკლედ ჩდება თუ არა ეჭვები, მოდი ესე დავიწყოთ მართველი გუნდიდან ამ მოწმის ირგვლივ განვითარებულ თუნდაც დღევანდელ ისტორიაზე. იგივე ონიანთან შემთხვევით მივედიო ეხლა ყვება, როცა მანამდე თითქოს დავამატოთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დაცვის კომიტეტის პირობებზე შევთანხმდეთ, რომ მაყურებელმაც გაიგოს. ეხლა რიგრიგობით ყველას მოგცემთ სიტყვას და უნდა დავასრულო გადაცემა. გისმენთ ბატონო ის თვითონ ის ბრალდება, რომელიც აყენებულია ახალ ეხება მკვლელობას, ჩაცხრილვას ადამიანების, ხო? არის მოწმე. მე უბრალოდ ჩემთვის მართლა ესვამ ძალიან ლოგიკურ შეკითხვას. ეს ადამიანი, როდესაც თავარი მოწმე, რაში ჭირდება პრესკონფერენცია? უბრალოდ ამიხსნას ვინმე, როდესაც შეუულია და მივიდეს სასამართლოზე, მიმდინარეობს ეს სასამართლო საჯარად. ულტრა საჯაროა ახალაიას და მერაბიშვილის პროცესები საქართველოში. აი სასამართლო დაიწყება თქო, მივა იქა და იტყვის რა იყო. ჩემთვის არ გაუგებარია პრესკონფერენცია. თუმცა ისტორია ესე იყო, ყოველ დღეს მოყოლე მე შეგახსენეთ, რომ ის მივიდა ანინა დარეიშვილთან და ონიანთან თითქოს რომ ეს მოეყოლა და მათ ურჩიეს რომ წადიდა პრესკონფერენცია გამართა და გამართა. უპირებდა გამართა. მიდი და შენ სასამართლოზე თქვი ყველაფერი. ეს არის ყველაზე სწორი. მივიდე მისულიყო იქა, როდეს დაიწყო და ეთქვა სიმართლე თუ რამე იცის ამ ადამიანს. აი ეს შემიძლია გითხრა დანარჩენი გამოძიება გაართოს. ეს ადამიანი მე არ მგონია რომ ძალიან შორს უნდა წავიდეთ კომენტარებით სწორედ იქიდან რომ მისი უფლებები არის დასაცავი და მე მგონია რომ ცოტა მეტი თავშეკავებაა საჭირო ვიდრე არ არის ბევრი ინფორმაცია კარგად და ცხადად გამოყვება. მაგრამ მე რა ვიცი კითხოთ. საჩვენს თუ არა თქო ის რომ ადვოკატები არ დაუშვეს 5 საათის განმავლობაში რომ პროკურორთან ერთად გამოვიდა ეს ადამიანი ეს მინდა კითხოთ. ბევრი სხვა რამის გამოჩნდება იგივე პრესკონფერენციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ მე უფრო მნიშვნელოვანად ანუ ზეწოლის ფაქტებზე თქო ონიანის და ამ ნაწილის მხრიდან თქო ჯოლუხაძის თუ როგორი იყო ეს შემთხვევა ჩვენ ნახეთ. რა ხდება? ამ დროისთვის რა ჩვენ ვიცით ნავთლუხის ბაზართან მომხდარი თუ არ ვცდები ეს იყო 2006 წელი ან 2005 წელი თუ არ მეშლება, როდესაც მოხდა სპეცოპერაცია და რამდენიმე ადამიანი იყო ჩაცხრილული. ეს საქმე გაიხსნა სულ რამდენიმე კვირის წინ, როდესაც პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ეს საქმე გაიხსნა და დაიწყო. ეს პიროვნება. ძმა არის გარდაცვლილი და ეს ადამიანი არის დაზარალებული. ეს ადამიანი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ ის საქმე თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ ფაბულა, რომელზედაც პროკურატურა საუბრობდა კონკრეტული ყოფილი საჯარო თანამდებობის პირების მოხელეების მიერ კავშირზე ამ ფაქტთან და ბრალი წაუყენეს რამდენიმე ადამიანს. ეს არის უმძიმესი ფაქტი. ლაპარაკობთ სპეცოპერაციაზე, ლიკვიდაცია მოხდა რამდენიმე ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ დანაშაულებრივი ისტორიის, როგორც ხდებოდა. მაგრამ მინდა რომ ისტორიაზე ერთი კითხოთ და დავასრულებ. ეხლა თუ ის პრესკონფერენციის გამართვას გეგმავდა ქალბატონო ეკა და პროკურატურა მოწმის სახით თუნდაც არ ვიცი სამართალდამცველების საშუალებით წაიყვანა. არის ეს დარღვევა თუ არა? ანუ არ ვიცი, არ ქონდა მას მე მგონია რომ ძალიან ვარაუდებს ნუ გავაკეთეთ მე მგონია ანუ ძალით მოწმის საყვანა არის კანონდარღვევა თუ არ არის ეს მაინტერესებს რატო არ გონიათ ბოდიშვიხტი რომ თვითონ განსაზღვრელი ამ ბრალდებული არ ახორციელებს ეწოდას მამა ახალაიასი რომელიც გამოცდილია ეს რომელიც გამოცდილია ძალიან აი ესეთ
ბნელ საქმეებში ახორციელებს ზეწოლას აი ამ პიროვნებას. რატო არ შეგვიძლია ეს ვერსია დაუშვათ? ყველაფერი უნდა გაირკვეს. ის ახდებოდა მიდი ახლა მოხევი პრესკონფერენცია ჩაატაროთ. თქვენი ვერსიას იზიარებს გადრას პროკურატურამ. თქვა ფიქრობთ შესაძლოა შეიძლება ამ ცოტას თქვენზე გადავალოთ. ესე დაველოდოთ. ხა ყოველ წუთში ისრების გადაყვანა. არა, რა თქვი ეს იმ საქმეს უკავშირდება, იმ ბრალდებას უკავშირდება. სადაც რამდენიმე ადამიანი მოკლეს, ქალბატონო ირმა. ის არის ძალიან თქვენი პოზიცია რა შესაძლოა ზეწოლა ხდებოდა მეორე მხარეს. თქვენი პოზიცია შესაძლებელი არ ქონდეთ და გაიხსნა ისე ბრალი წაუყენეს რამდენიმე ადამიანს. ეს ყოფილი ერთი წუთი მივცეთ საშუალება თქვენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თქვენც გისმენთ მოდით ესე ვქნათ რა მიუყვეთ დღევანდელ დინამიკა ძალიან მოკლედ ხო არის დილით ადამიანი უბრალოდ უკავშირდება ჯერჯერობით ანინა და რეშვის ტელეფონზე რა რა ხო ეხლა ხო ჩაწერილია გივი თქვა რომ არ დამირეკა იყო ჩანაწერი ეთერში რომ ეკავს მე ჩემ ხედავს რა დავინახე ვერსიას მოკლედ დავინახეთ ყველა დავინახეთ რომ იყო მისული დავინახეთ რომ იყო მისული პრესკონფერენციის ჩასატარებლად რას თვითონაც ადასტურებს რომ დიძახის თუ სხვა თემაზე მე უნდა ეთქვა ხო ეხლა ეგრე რომ ჩემი ძვის კვლელობა გამოვიდა იყო მისული და ამ დროს შეიძლება პროკურატურაში ვერსია რომ თურმე აქვს ეჭვი რომ ოჯახი დაუკავშირდა მოდი როგორც პროკურატურა აცხადებს ახალაების ოჯახს რა შეუძლიათ ეგეთი რამე გააკეთო არ გაუკეთებია არ ხომ შევთანხ მართლა გაცალეთ წეგანა რა დასრო ძალიან გთხოვთ ყოლაცადოთ გისმენთ რა ცოტა ნუ კარგავ დროს გაიგეს ეს შეშფოთდნენ დაუწყეს ზებნა ვერ გავიგე დაუწყეს ზებნა და იპოვეს ხო იპოვეს და ეს ადამიანი ბუნებრივია რომ ეთყოდა ხო ეხლა ახანაკაც ამბობს რომ პრესკონფერენციის ჩასატარებლად ვარ მოსული ხო და რატო წაიყვანეს მაშინ ეცლიათ და ჩაეტარებინა ეს პრესკონფერენცია და მერე წაიყვანათ რატო წაიყვანეს მაშინვე თან წივილ ხალხი ბოდიში არ შეუშვეს ადვოკატს მივიდეს ხვალ და ჩაატაროს რატო კომენტარების მიცემის დროს ვერძე დაუყენეს პროკურორი ეხლა შეფასებას გეტყვით ჩემი შეფასებით საინტერესო შეფასებაა აღვირახსნილი უბრალოდ ფაქტი დიდი ხანია ამათ ხელისუფლების დროს არ მინახავს მართლა ეს ნიშნავს რომ რაღაც მართლა ყაჩაღური დაჯგუფებად გადაიქცა დაასრულოს რეპლიკა გადაცემა ეს მოსმინე ვესაპირებს ეს რაღაც სიმართლე არ ეთქვა ის შემაჯამოთ საზოგადოებას მიმართავ და ყველა ხედავს რა თქმა უნდა რეპლიკის სახით გადავდოთ თქვენ რაც გინდით ილაპარაკეთ დააკავებული ეს თემა ფართოდ გაგრძელდება და გეკრება შეფასებების საშუალება ძალიან ცუდი იყო გეთანხმებით უკუდა და ეს ჩაიდინა კონკრეტულ ძალიან ცუდი არავინ არ მოიტაცებს მოწმე ადამიანი მოიტაცებს დიდი მადლობა ყველა თემა გაგრძელდება დიდი მადლობა აბა თქვენი ხარჯი ჩემი რაც იყო მოვიგე დანაშაულება ჩადენილი აცი ყველაფერს აქვს საზღვარი რა აცი ძალიან დიდი მადლობა ვასრულებ გადაცემას უღრმესი მადლობა 4-ვე მონაწილეს ცოტა უფრო მშვიდად რომ გვესაუბრა ჯობდა ზურა აბაშიძე ბატონო ზურა აბაშიძე ეკაბესელია ირმა ნადიაშვილი და გივი თარგამაძე იყვნენ ჩემი სტუმრები ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყურეთ და ამ ხმაურს გაუძელით ეს თემა ხვალ გაგრძელდება საკუთარ მორალზე დაფიქრდით ჩემს მორალზე ძალიან გთხოვთ კორექტულად დავასრულეთ მორალს ახსენეთ ძალიან მეთქე დაკარგეთ უფლება ელაპარაკოთ დიდი მადლობა შეიძლება მადლობა გადაგიხადოთ და დაგემშვიდობოთ ვერ დამელაპარაკებით
ნახავთ მაგას თითისკევით ვერ დაელაპარაკეთ. თქვენ დაგელაპარაკებით, 10 თქვენ დაგელაპარაკებით. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დავასრულეთ. გივი თარგამაძე, ირმა ნადირაშვილი, ეკა ბესელია, ზურა ბაბაშიძე. მადლობა რომ გვიყურებთ. მომავალ პარასკევს ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს. უნდა დაგემშვ არაფერი არის მის. ძალიან დიდი მადლობა. დავასრულეთ. განარჩენი გაგრძელეთ სტუდიაში თქვენ წინგელით ვანოს შოუ. მადლობთ რომ გვიყურეთ. დიდი მადლობა. ნახვამდის.